გაუმარჯოს მაყურებელს. მეგობრებო, დაუბრუნდით მისაყოლებელი პოდკასტით. გამარჯობა მაყურებელ. დაუბრუნდით მისაყოლებელი პოდკასტით და დღეს ჩვენი სტუმარი არის მსახიობი, ჟურნალისტი, მომღერალი. აი პირველად გავიგე. არა, მოსმენილი მაქვს შენი სიმღერა, კაი სტუდიის. ჯიგარ, დიდი მადლობა, gracias muchas amigos. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი კონკურენტი ნოდარ სიმსი. დიდი მადლობა. კონკურენტი როგორც სიყვარული. იცი კაცო, გენაცვალე. როგორც კი შემოვიდა ჩემთან შეტყობინება, რომ აქა და აქ უნდა მოხვიდე, ძალიან გამისწორდა, გულწრფელად გეუბნები. დავდივარ იქ, სადაც მისწორდება და სადაც სიამოვნებს. ისედაც გიცნობდით შორიდან. კი ბატონო. მქონია ესე შეხება ლაპარაკი რაღაცა და ეხლა შენი და თქვენი ვიდეოები და როგორი მეკარეა. ეს ცალკე თემაა. ხო და გამიხარდა რა, მოკლედ და კარგი სახელია მისაყოლებელი, რატო იცი? ახლა ცოტა იუმორში ჩავარტყ. რომ მოვედი, ეს არის მისაყოლებელი ამიგოებო. ძალიან გემრიელი და მოვედი და ტიპობა დავიწყე, რომ მეთქი მე დიეტაზე ვარ, ეს ვარ და ეხლა ამასაც ჩავარაკრაკებ. დღეს დავარღვევ. ამასაც და ეს მისაყოლებელი მეორე თებში გამოცვალეს. დამნაშავე მე ვარ. ჯიგრები ხართ. ყველაფერი წინ არის. გვაქვს ულევი რაოდენობა, იმიტომ რომ ლუდისა ჩვენი წარმოდგენია და ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდია, რომელიც უკვე 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება. ბაბოს, ძალიან კარგი. გაგვიმარჯოს, მადლობა რომ გვესტუმრე კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ და კარგი გარემო გაქვთ. მე რო შემოვედი, ეგრე წეგან ამიგოს ვეუბნებოდი, რომ პირველი რაც შემოვედი, გამახსენდა ეგრევე 2013 წელს ვიყავი იმაში პრაღაში. პრაღაში და იქაური. ოღონდ ეხა არც მატრაკვეცობ და რაღაცებს არ გაკებთ რა ესე რა. რომ მინდოდეს არ ვიტყოდი რა. რახა წამოვიდა. რო შევედი მეთქი იქ ნამყოფი ვარ პრაღაში რაღაცა ის გემის მუღამები ქონდათ ბიჭო გაკეთებულია გემის კიჩო ხის კასრები. რაღაცა ეხა აღარ გავაგრძელებ მაგის ისეთი მაგარი იყო და ეგრევე წამოიღო ასოციაციურად და ხეში გაფორმებული პაპის აი ხეში ახლა ბევრი რაღაცა სახინკლეც გვინახავს მაგრამ კარგია რომ მაგის ვიდეა კი ბატონო და ასოციაციურად წამიღო იქით ძალიან სასიამოვნო აბა ჩავარაკრაკოთ როგორ მიდის საქმეები YouTube-ზე როგორ არის ბიჭო არა თუ რამე ლალი მოირბებს მოწმინდა უცებაა შეგიძლია ლალიკო ხო და ბიჭო ძალიან კარგად რა ხო მე გიყურებ დიდი მადლობა ძალიან მოწონს ჩვენც და ვის არის კარგად ვართ რა ვიცი ერთი წლის გახდა ჩვენი YouTube არხი და თავიდან დიდი მადლობა რამდენიმე თვეა უკვე და ეს რაღაცა თავიდან დავიწყეთ როგორც მოდი აი მე და დიმამ რომ დიბას მოფიქრებული სახელია ლაილაია რაღაცას იცოდა კარგი რა ეხლა ლაილაია ვიღაცა რაღაც ბევრს ლაბარაკობდა და ხო და მოდი ლაილაი იყოსო და დავიწყე და თავიდან ბიჭო ესე რეჟიმში და სისტემატურად არ ვიღებდი და არ ვდებდი თან ერთი თვე გაცდება და მოდი მე დიმამ რო დავიწყოთო რა და ისე გამიხარდა დიმათან კი დიდია ჩემზე უფროსია მაგრამ იმდენად ბავშვური ტიპია და იმდენად ამყოლია და შეუძლია აი ეს შემოქმედებითად ირბინოს შენთან ერთად და სიგიჟეების გაკეთებაც შეუძლია და რო არა დიმა შეიძლება არც დამეწყო ესე და იმასთან ერთად მაგარი მუღამი, აი მოხარშობს ვიცნობთ ერთმანეთს ერთხელ ხიტამ თქვა მგონიო კლასელები, ბავშვობის მაგაცებიო და არა ღმერთმა დამიფაროს იმან ეგრევე. ხო და აი კარგად მივდივართ, მადლობა ღმერთს რა. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო. რატო ჩხუბობთ ხოლმე? აი ეგ უნდა მეკითხები ესე. გენიალური კამათები გაქვთ ხოლმე. როგორ არის აი მე და ეთყობა ბიჭო სიყვარულის დროს ეგრე ხდება, რომ გიყვარს ადამიანი და იმას აი ეხლა მაგალითად შეიძლება აი ეს ავიღო ხო ძალიან გემრიელია ჩავცალე ორი თებში აი ხაი ჭამდა აუ რა გემრიელია რო თქო ამაზე შეიძლება რომ დავხუძო რა პათეთი ორი ხარ მოხსენი ესე მე სიყალბე რაღაც აი ეგრევე იწყებს რატოა ბიჭო სიყალბე მე და ამაზე ეგება და დაწყებს ხო და ფეხბურთზე ხო საერთოდ იქ შანსი არ არის რა და აი ეს სიყვარულით მოდის არც ის შემარჩენს ხოლმე არც მე არ შევარჩენ კარგი რა გაჭე ხან ხარი მომენტი რომ შეიძლება რაღაცაზე სხვა რამეზე ფიქრობ ცოტა შეიძლება რაღაცაზე ხარ გაბრაზებული მე კიდე ეს ცეცხლი რო ემატება და ხან თან ორივე ემოციური ტიპი ხართ რაღაცა ან ერთი მეორეზე და არც ერთი არ ზადნავს ხოლმე არც მომენტში ბოლომდე ხო და აი გულწრფელად გეუნებით რა არასდროს რაღაცა ხელოვნურად არ დაგვიდგამს იმიტომ რომ ის ხელოვნური დადგმაც იქ ვინ გაპატიებს მაყურებელი დაინახავს ეგრევე სიყალბე კამერათან იცით ეხლა იქ მუღამები ვირას გაპატიებს ეგრევე დაინახავენ რომ ყალბე მართლა ესე ვარ აი ეხლა დღესაც გუშინაც სულ რაღაცაზე ვკამებ ყველაფერზე ვკამათებ რა აი შეიძლება სანთებელაზე დავწყოთ რომ რომელი ჯობია რას ამბობ ეხლა იმას ლაზერი აქვს ის უკეთესო რა და ის ჩუცუდი იყო ბავშვობაში იყო რა გახსოვს შენ ბავშვი იყავი მე ამაზე შეიძლება მე მოკლედ სულ კამათოთ მაგრამ გვიყვარს ერთმანეთი რომ პელია რა დიმა
ბავშვური გულსპე დიდი ბავშვია რა. ძალიან სასიამოვნო. დიდი გარემო ბავშვია. რო გაგვთ და კომფორტული გარემო რო კაცია. გაგვთ, კი, მაგიტო კი, არის კი. კაი ეგ ყველაფერი. ხო ხანდახან აი დავფიქრებულო რომ ბიჭო 58 წლის არის და ისეთ რაღაცებში ხო 58 არის? ხო აი არც ეთქობა ჩემზე ახალგაზრდას გამოიყვეთ ყველა სახეობას თამაშობს. ხო რო თამაშობს ჩოგურთიევასება იქ კალდურ ხომარობს. საგაიფო თამაშობს ჩოგურთს. ფეხით კი ვარა და ერთხელ გავყე მეთქი რას თამაშობს. ბადესთან სწრაფად მისლები და გიჟივით არის იქ ცალკე ემოცია აქვს და კალად ბურთი და მოკლედ აი სპორტული ტიპია რა. და ხოდა რო უყურებ ხოლმე როგორ ამყვა ბიჭო ამ იმეებში მეთქი როგორ და არა ევასება თვითონაც კომფორტული კაცი. და რა მაინტერესებს YouTube-ზე როგორ იძენი ზოგადად თავი ანუ რა ატმოსფერო როგორი იყო არა ჩვენიერი გაცაც შეეგუე როგორი კომფორტული გარემოა მე ჯერ ეგერთიც ეგ იქ ხა ჩვენი ოპერატორები დიმას ბიჭია ერთ-ერთი ვინც იღებს და გარკვეულწილად პროდიუსერის ის პროდიუსერის როლიც მორგებული ეგა ლუკა კიდე ერთი ძალიან მაგარი ბიჭი ჩვენი ძმაკაცი და მარტივად რა კაი პარტნიორია ასწორებს რა დიმასთან ერთად და ძალიან ლაღები აი ჩოგბურთის ენაზე ვიტყვით რომ კი კაცო აი ბიჭო მაგიტო ვიძახი რომ როცა დიდი ხანია ტიპის იცნობ და გიცნობს ხო აი მაგასთან ერთად უნდა აკეთო რა თორე მე ხა შეიძლება ფორმალურად ვიღაცასთან მიხვიდე დაჯდე ხელფასის გამო გააკეთო და ის ჩანს რა რომ არა გაქვს რა ის ჯაჭვი არ არის რა და ხო ის ვერ გიცნობს ისე და არ გიცნობს ისე რაზე შეიძლება მე ჩაეჭიდოთ აი რას თქვენ თქვით რა იქ მე და დიმას ჭუბი და კამათი ხო სიყვარულით მოდის და საოცარი და ამიტომ ძალიან კომფორტულად ძალიან სიყვარულით მოდის და თან უხდება თვითონ გადაცემა რა რაღაცა უფრო ცოცხალს ხო ბიჭო ჩვენ არ გვინდოდა რა იცი სენიორ აი რა არ გვინდოდა რომ აი ფეხბურთზე ისედაც გადაცემებში ლაპარაკობთ ხოლმე მაგრამ გვინდოდა რომ აი მოდი რა გავერთოთ დავსხდეთ ვილაღოთ და ფეხბურთზეც ვილაპარაკოთ კაცო როცა ფეხბურთელი მოვა და შეიძლება არა ფეხბურთის მწოდნეც მოიყვანო და სილაღი აი თქვენ რაც გაქვთ რა სილაღი და სილაღი რა თუნდა მას პროფესორობა უზბელი საუბარი უბრალოდ მორჩა და დაიბადება აი ფეხბურთზე ლაპარაკიც და ყველაფერი რა ძალიან კარგი ფეხბურთზე გამახსენდა ეხლა რომ ეს თვალიშვილმა მოიგო ფეხბურთზე გაგახსენდა ეგ ფეხბურთზე ის გაგახსენებოდა რომ ყვარაცხელია მოიგოს ფოთაშოვის არ გვისაუბრია მაგრამ თვალიშვილი გუშინ იყო და აუტომატურად უყურე მოახერხებურება ბიჭო სამწუხაროდ ვერ უყურე ვიდეოები ვნახე იმიტომ რომ დილით ეხა უნდა ამდგარიყავი ადრე გადაცემა რაღაცა მე ეხა უნდა მოვსულიყავი მე თქვენთან გაიგეთ ეხა მოთენთილი ვერ მოვიდოდი რა ხო ხდები თვალები რომ ესე გიჭირავს არ მინდოდა მე დარწმუნებული ვიყავი რომ მოუგებდა უბრალოდ ისევ მეგონა რომ დისიჟენი იქნებოდა რა პროსტა ესე რომ მოიგებდა არ მეგონა და მართლა მაგარია მე დილით რო გავიღვიძე ვიცოდი უკვე რომ მოიგო ანუ ეგრევე პირველი რაც შემოხდა Facebook-ზე რომ თვალიშვილმა შეინარჩუნა ტიტული და როგორც კი და ჩავხდე ვიდეო YouTube-ზე დევს უკვე სრული ჭუბის ბრძოლის ვიდეო ну აი არ ვიცი რა მართლა მანქანაა ეგ კაცი რა კი მე მომენტები ვნახე განსაკუთრებული ის ეპიზოდები რაც ვნახე რომ გადაცემისთვის ყოფილიყავი მზად და მე ნახა სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ იმიტომ ვერ უყურე რომ მე უეჭველი დამეძინებოდა და მერხეოდა და თორე მართლა მანქანაა ბიჭო ძალიან და მე აი კინო სცენარია იმ რა გზაც გაიარა თავისი მშენებლობებით და მე დღეს დიმასაც უთხარი შეიძლება ვიღაცას ეს ეგონოს მეთქი წარმატების რეცეპტი და მაგაშიც მიბაძო ხო ხდები ჩახვიდე დაიწყო მშენებლობა დაიწყო ის და ძალიან მაგარია პელეკაცი ყავს ბიჭო კაი ტიპია ხო ყველაფერს ალალი მართალი რომ უსმენ და უყურებ და რაღაცა ნახე ის სტატისტიკა მე ბრძოლის მე სტატისტიკა 61 წარმოიდგინე 61-4-ზე ანუ თან ვიღაცასთან კი არა რიფისთან კი არა ყოფილ ჩემპიონთან ომელისთან ანუ ტიპი არის ხო სტრაიკერი ის იმედი ქონდა პროსტა ვერ ხვდები რომ კიდე რო იმაზე იყო რა ქვია დუხზე და რაღაცა ბიჭო არ ვიცი რა შეიძლება ეგონა რომ რაღაცა შეძლებდა აი ეს გენიალური მომენტია მაგრა ათრია არა რასაც ქვია ათრია ზაგი ის სწორი ხარ რა ანუ ეს იყო მესამე რაუნდი უკვე რა და მე რასაც უყურე პირველი ორი რაუნდი სპეციალურ ანუ შეეძლო რომ პირველი ორშიც იქნა იგივე უბრალოდ აი სტოიკაშიც დაჩაგრა რა ეგ უნდა რომ სტოიკაში დაეჩაგრა და სალაპარაკო არ ყოფილა აი ხა ეგრე ქვია ახლა რა უქნა ეს ხო და აი ამის გაკეთებაში მე მგონია რომ პირველშიც და მეორეშიც შეეძლო უკვე მაგრა ნუ აი ეს არის ტიპი ყოფილი ჩემპიონი რომელიც აი უსუსულია ვერაფერს ვერ უყენ პირველი ნომერი ხო ახე რა ნუ აი ვერაფერი ვერ იმასქნა რა ვერ გაუწია წინააღმდეგობა რა თან რა ქვეყანაშია და იმხელა რეკლამას უკეთებს ჩვენ ქვეყანას საქართველოსო აი ძალიან პელია ნახე რა მე რას ვერ წარმომიდგენია ბარიერი
აქ შემეშინდა გულსმელად გეუბნები შემეშინდა ვინმე ტრამპის სნაიპერი რაღაცა არ გააკანო ტრამპს მე მგონი შიშისგან ის თავისი ტუჩებიც როგორ გამოცია ტრამპი და დაეხრია და რაჯიგარია ნახე პირველი პირდაპირ ტრამპთან კი არ მივიდა არა აი ესე რა დაიცვა თავისი მუღამები და ყველაფერი და ნახე ეხლა არის მაგარი აქეთ კამერას ელოდება იქით მე ძალიან მაგარია საოცარი კაცი აი ეს პროსტა რამდენად სასწაული რაღაცა აი ტიპმა ჯერ ამერიკაში ამერიკელი ნომერ პირველი მებრძოლი დაჩაგრა მე გადახტა და პრეზიდენტთან სურათი გადაიღო მართლა კინოს რაღაცა არის კინო არა აი ფილმში რო გენახე კაი ბიჭო ვინ მეუშვებ ხო იტყოდი რომ სცენარია და რეჟისორმა არა ძმაო მივიდა გადახტა ისიც როგორ უყურებდა უცე ტრამპი რა ვარია ბიტვალიშვილი გადმოხდა იმიდან მაგრამ იმას არ გაუსწორდა როგორც დაუმუღამდა არა დანავით ხო მაგას არ უსწორდება ის ურჩევნია რა რა ჯანდაბა უნდა და ის იყოს ბიჭო რაღაცნაირად რა ურჩევნია შოუს ვერდგამს ხო ყველაფერი ჩვენთვის ალბათ ჩვენთვის უფრო მაგრამ უცხოელებიც ამბობენ პელეხა მე მგონი უკვე ალბათ აი იქამდეა უკვე მისული მერაბი რომ მე მგონი დაიწყება აი ხო ვიდრე რომ ბიჭო არ თამაშობს თან ხო არის ახლა ვიდეოებიც გვინახავს რაღაცები დადგმულია ვიღაცები რომ თუმობენ რაღაცეს დაპირ არ თამაშობს ეგ არის და ხო და ეგ ხო ყველაზე პელერამია სულ ვიძახი რომ რატო თამაშობ იმის არის ხო ბევრი ჩემი ეხლა არ ვიტყვი მაგრამ აი ვიღაცები ნაცნობები ახლობლები აი YouTube-ზე წელა რო ბაზრობდით რა რაღაცები ცადეს რა და მე უთხარი ზოგი ყოფილი არტისტი იყო და რაღაცა ვეუბნები რომ რატო მეთქითო იყავი რა ერთხელ ვითამაშე მე ვთქვათ მეორე დღეს ხო მოგბეზრდება რა უბედურებაა თამაში ხო აი ეგეთი რაღაცა სმენია რომ ერთხელ მაგალითად Facebook-ზე დამიწერა ვიღაცამ აი ადრე რო გამოუჩდი რეპორტაჟებით რომ ის არისო თამაშობსო რა და ეგრევე მივწერე ხა ცუდად კი არა მეთქი მესმის არც მოუყენებია შეურაცხყოფა მოთხარი ბიჭო რანაირად ალპა არა გაგე ბიჭო განა ცუდად მივწერე ხო ჯიგრულად ხო და მე ვთქვა ბიჭო ალპაჩინო ვარ ეხლა ამდენი რა უნდა ვითამაშო ხა ვერონა ნაპოლი როგორ უნდა ითამაშო ხო არ გადაო ვერონა ნაპოლი ხელოვნურად რანაირად უნდა ითამაშო და მე ვთქვა ეგა ვარ ახლა მაგიდა ვერ გავხდები ისა რა პროფესორი ესე რომ დავჯდე და ესე და არ შემიძლია თამაშობა და ეხა ესპანეთის თამაში ჩვენთან როა არა საფრანგეთი ბამო იბერია ვივა ეპანია რა თქმა უნდა გამისწორ ბიჭო ერთი წამით არ ვიყავი აი ეჭვი ერთი წამით არ მეპარებოდა რატო იცი იმიტომ კი არა ხა შედეგი ვიცი და რა 5-4-ზე ბიჭო აი მან ცოტა ჩავიძაბე მაგრამ მე უკვე იმას რო შევხედე წუთებს რო შევხედე მივხვდი რომ მეთქი აქ ბურთს დაიჭერს და ადიოს ფრანცე ხო და მაგ თამაში ვერ დავამუღამე ანუ ბოლოს ამოწურეს უბრალოდ ძალები თუ რა პონტი იყო რომ ალბათ ნახე როგორი გამია ეხა საფრანგეთიც ის ხო არ არის მართლა რაღაცა მაგარი რა ყველა პოზიციაზე ლამის ხო მე კიდე 5-1 იგებ. ხო. გინდა არ გინდა ძალიან ბევრ პროფესიონალს ვთქვამს, რომ გინდა არ გინდა ქვეცნობიერი გერთვება რა, რომ ცოტა ჩერდები, ეხა რობოტები ხო არ არის. აი, ვინ არ გაჩერდა ბოლოს გახსოვს ეგეთი. ვამბობ, რომ ენრიკე არის ყველაზე მაგარი მოტივატორი, რომ იმ დღეს სადღაც თქვი აღარ მახსოვს გადაცემაში, რომ იმდენად მაგარია რომ შენ როცა 3 თვით ადრე იცი ჩემპიონობა და დიჟონთან და არ ვაკენებ შეურაცხყოფა და დიჟონთან და ვიღაცეებთან ეგეთ გუნდებთან შენ მოტივირებულს ხდი გუნდის თითოეულ მოთამაშეს და ისე თამაშობენ თითქოს უეჭველი ისა აქვს აი გადამწყვეტი თამაში ეგ არის არ ვიცი გენიალური ფსიქოლოგია დელა ფუენტესზე ბევრმა დამცინა მეგობარმა არა მეგობარმაც რომ ინ არის მე არ ვიცი აზე არა ვარ არა ვეუბნები ბიჭო ხო არ გეუბნებით იმაზე რა ქვია პორტუგალიის ბელენესეჟეს თუ ვიღაცის მწვრთნელზე გეუბნები დელა ფუენტეა რომელმაც ყველა ასაკობრივთან ერთად აღმართა თასი და ოლმოს რა ესიზმრება ეგიცის თქო და რამდენი ჭიქა წყალი უნდა დალიოს ეგიცის და ეს ნაკრები სხვას რო ჩაებარებინა რას ვიტყოდით იცი შეიძლება მეც ვეთქა რომ ბიჭო ოლმოთი და ნიკო ვილიამსით რა უნდა მოიგო და აგერ დაღანახა რომ მწვრთნელია რა ეპოქა არის დღეს მწვრთნელის ეპოქაა რა ანუ ყველაზე გადამწყვეტი პერსონაჟი მაინც საბოლოო ჯამში ეგ არის რა საფრანგეთში ხარ მაგარი ნაკრები ყავს იდეაში მაგრამ თემაც ეგ არის ხო ხო ინგლისიც უეგ არის ხო სენიორ ინგლისი მე რო ფეხბურთზე რაღაც ვამბობ ხოლმე და სწორი რო არის როგორ მისწორდება ვერც არ მოიდგეთ იმენა თქვენ გაგიმარჯოთ სენიორებო კაი გუნდში ზარულა მინდა მადლობა გუნდში გაიხარა ჩემს მომ სენიორ კბილით ხო მე თქვი
უცებ ვერ დავინახე. რა მაგარ თქვენ მე ყველაფერი ის მე მგონი მარტო ჩეხეთში დამალდეთ და მე ამერია გზა და მე მგონია რომ პორტალი გვაქვს ეს კარი არის ხო არა ძალიან კარგია ყველაფერი იდეალურად გვაქვს მოწყობილი კომფორტისთვის და რაც მთავარია მოდიხარ და გაგიმებულ ხალხს ხედავ და არ ხედავს ის არ ხედავ იმას რა ქვია ანუ თქვენ და კიდე აგერ ჯიგრები რა მთელი სტაფი რომ ხო იცი რომ მოდიხარ ბიჭო მე ეგრევე ცნობიარე ვარ და გადამედება ხომ ვიღაცა ესე იძე გამარჯობა შეიძლება სულ რაული მომესალმოს ეგრე თუ შემიყვარდი აი ის სიყვარული თუ არ დავკარგო ერთსა აი ეს შეჩემა და რო გეზარება კიდე გამარჯობის ხო რა აი ეს მაგრა თეატრალურში ცოდრენ ეგეთი ყალბი ისა რა ბიჭო გავიდა რა ხა ვიცნობ ერთად ვართ მეგობრობთ რაღაც გავიდა ვიღაცა პირობითად რაღაცა მაწვნის რეკლამაში გადაიღეს პირობითად გუში რომ ერთად ვიყავით და იმ რა ქვია საწამლავ ძეხს ვჭამდით და მაიონეზ და პურს ერთად სარდაფში სადღაც ხო და უცებ და გამარჯვებას გამოს ვა როგორ ხარ თან ბიჭო აი ეს არის რა მიდიხარ რა შვები სენიო როგორ და ეს კარგე ჩენ თან შენ არ გიყვი ეს იქთული სადაიკარგე ვიღაცაზე აქ ხა მოეჭველი კონკრეტული პაროდია გააკეთა თან ეს ვითომ ტელეფონს საქმე და რა შვები ადრე ხო რა შვები ბიჭო რა შვები აი რაღაცა ყალბი ის პათეტიური რა შვები რა სადაიკარ გამოჩ დარეკე იდი ჯემა რა ის არ მეოსება ხოლმე რა რო დგახარ ვიღაცასთან ერთად და ის რო შეხვდება თავის ნაცრობს და როგორ ახარ რა შვებ ჩაეხუტება გაი ხო და ანუ როგორი ყალბი ის იყო იცი ეგრევე всё სახე დაავადდა გამიხარდეს ადამიანის ეს მბრიდავს თო ვა საერთოდ ნუ გამარჯობა და გადადი თუ გინდა იცი და რამ ბრიდავს გავშო როგორ ხარ რა ვარ და პაუზა გაქვს და ხო სხვა შენკე აუ ენა აფსი რა სხვა არა ის სხვა და კარგი ზადი უკაცრავად რა სხვა ღელავს სხვა აუ ეგ გამიც რო ერთხელ თეატრალურში ისეთი დავცინე ტიპს სხვა რაშვები რაღაცა და სხვა ღელავს სხვა აუ ძალიან სუდი იყო აიცი ცუდი ხუმრობა თეატრალურზე ძალიან ცუდი წარმოდგენა მიყალიბდება ნელა არა მე ხა პლეიუსებზეც დავიწყებ თუ ვინა ლაპარაკს იმიტომ რომ დღეს რასაც ვაკეთებ და რა გულითაც ვაკეთებ მაგან მომცა რა მაგ პროფესია მომცა ეგ ყველაფერი რომ შრომის მოყარეობა და კაცი ჭამიობა იმიტომ რომ შედიოდი თეატრალურში ეგ კიდე ამ მოუხსნელი რამე ბიჭო შედიხარ აუ ჩავაბარე პირველი დღე არის აბა გამაცივე სახლიდან აბა შენიცი ახლა რამას ჭიკვაძე უნდა გამოხვიდე რაღაცები ნათესავებს გონი ხარო ნათესავებს გონია რომ ხვალ გადაგიღებენ ალპაჩინო იქნება იქიდან ისრუ ტყავის კურტა რაღაცა და fuck you და ესეთი დროშა იქ უცე ბიჭო მე ვიღა და შედიხარ და კენდელზე წარწერა მსახიობს უნდა შიოდეს, უნდა ტკიოდეს, უნდა ციოდეს და მშველელი არ მოდიოდეს. რატო უნდა შიოდეს? არა, რატო უნდა შიოდეს? რატო ხო შეიძლება არ ქშიოდეს არტისტს? არ საბჭოთა იმის ხო, ჩარია მეთქი, მაგრამ ჭაობში და კალაშნიკოვი მომენტი. ჯანში რო ვიყავი, ზუსტად იგივე მითხეს, უნდა შიოდეს. ჯარისკაც არა, უნდა კი არა, მანდ იყო არა. არ არსებობს არშია, არცივა, არ წყურია. თან ამას ხო მახიანად გენი. არშია, ჯერისკაცინელა. როგორ არშია, მე ჭამ მალე იქნება. მალე შეხვდები. ხო, აი გარ მესმოდა, გაიგე, უნდა შეხვიდე, ისწავლო რაღაცა, ხელი შეაწე, რატო უნდა იყოს ხა პირობითად არტისტი პარალელურად სხვა რამეს რატო უნდა შვებოდეს. სხვადასხვა ეგ სტერეოტიპი რატო ამბობ, რომ ძველი თემაა თქო, იმიტომ რომ მეც მინდოდა თეატრალურში შევარ რა. ხო და არა ასწორებს რა აქვე მართლა დავამატე მაგრამ ასწორებს პროფესიის აი რო ხვდები რომ ხელობას ჩაავლე ასწორებს ხო და მაგის მუღამი რომ მქონდა შობლებმა გადამატყვინეს იმ კონჩი რომ აგინა უშიერი უნდა იყო და როლიდან როლამდე და რაღაცა და მეთქი აი იმე შემაშარი იქნებოდი ცხონებული ედიშენ მაღალაშვილი შეხვდა გამოცდებისთვის ემზადები აი ძველი მაგარი არტისტი რა ვენაცვალ და შეხვდა და საშვებითო რაღაცა და გავიხარდა ჩვენ რა გინდა თუ წადითო ბიჭო შიბრები მოკვდებითო ჩემ დავიგრუს ახლა მე კარი შევახე წარწერა ვნახე მაიტა მეთქი გადატენით მაგის დედაცვადი დამბრიგეთო რა უნდა რატო უნდა თან შველელი არ მოდიოდეს ან ნახე რამდენიმე სპონსორიც არ უნდა ყავდეს არც ხელფასი არ უნდა გიწკარუნდებოდეს მესიჯი რა თქვენ დაგერიცხათ რა არა მარტო უნდა იყოსო გადასახადი რა ვაი შეიდანე მალე ყველაზე კაი იქნებოდა მან რო დამატებოდა რომ მეორე კურსის ისინი სტუდენტები რომ სუსტები და რაღაცა ეს მოტეხილები რომ
დადია. მაგრამ ისეთ საშინელ ძევს ჭამდით, ბიჭო პონტი არ იყო რომ გამختარიყა შოტის პური და ეგ სტანდარტული ის იყო. ასწორებდა. ეგ მაგასაც თავის მუღამი ქონდა, მაგრამ ნუ ეხა იქიდან კლინიკაში მოხვედრა არავის ნუ თუნდა იკვებებოდეს ეგ. კაი ბიჭო, არის ხო ეგ გამოთქვა რომ სემისტრი თუ ერთხელ შაისრუ და მე რაცა უნდა დააცემინო არაფერი კი, არის ეგეც. კი, გეთანხმები, მაგრამ მე გადაობაში ცოტა გააუფასურეს, ეგეც ხო რაღაც ფანატიზმით ნათქვამი იყო და სადღაც მართალია რა და აი ის რა ქვია იმაზეც გადაობდნენ რა პატარა და დიდი როლიო და მართლა ეგრეა რა ანუ წვეთში არ არსებობს ოღონდ მართლა ხა თუ ძალიან ბუჩკი ხარ და უკან მაშინ ჩდები როცა შუქი გაანათებს ეგ სხვა რამეა მაგრამ ეპიზოდია მე რა პირობითად ვიზახე თეატრი რაშუაში ამ შემთხვევაში მაგრამ ის შენი ვიდეოები რო ვთქვი და რო გავიხსენე იქ ის მომენტები რასაც აკეთებ ხო მე რაზეც ვიკაიფე და დოკუმენტური ფილმი მეგონა ხო ეგ ხო გააკეთე არა ხო იკაიფე ხო და აი აბა მითხარი ხა შენ რო დამდგარიყავი მან და ერთი 2 საათიანი ტექსტი და მონოლოგები გეთქვა რატო როცა ერთი გააკეთე და იქ რაღაც აი ჩახლართულ ეგ უკვე ეგა ხო ხო ძოძუაძეები და მთელი ამბები ყველაზე ცუდი როლი რა გითამაშია ან ყველაზე ცუდი რეკლამა სადაც მონაწილეობა მიგიღია ბიჭო როგორ არის სენიორი მე კი ვიცი ერთი შენი ცუდი როლი მაგრამ არ ვიცი მაგას იტყვი თუ არა ბიჭო ხუდიშა დაუნდობელი კაცი შილერის პენალტი ლეცა აი ხო ცხრიანში რო ჩვენ რო გაგვიტანა თავისუფალი აი ეგ და ბიჭო ცუდი ნახე მე ეხა ბევრი სპექტაკლი აი ბევრი არ მითამაშია, იმიტომ რომ მე თეატრალურში სადიპლომო საკურსო, მე თეატრში სპექტაკლები, იმდენი არ იყო რომ მე მქონოდა ასარჩევად, რომ აი ეს ცუდია, მოდი აქ დავიხარჯები. აი ეგ უფრო აი გამოცდილ არტისტებს, მაგარ არტისტებს, ხო? აი მაგალითად, აი თქვენი მეგობარი და თქვენთან ერთად სულ არის ხომ, ხო, გადაცემებშიც კალასთან ტატიშვილი. აი რამდენი როლები აქვს სპექტაკლებში ნათამაშები მიღებ. აი ეგეთ არტისტს უფრო ჯობია რომ კითხე, იმიტომ რომ მე რამდენიმე მაქვს ნათამაშები თეატრში და მადლობა ღმერთს იმ რამდენიმეში მოვახერხე რაღაცა თავს არ ვქებ გულად ვამბობ რა ხან მკითხე რა რომ აი საუკეთესო არტისტის ის მივიღე და როცა რაღაცა უნდა დამეწყო მან ნახვამდის თქვი და წამოვედი და რამდენიმე სპექტაკლი იყო და ყველა მიყვარდა რასაც თამაშობდი იმიტომ რომ რამდენიმე იყო რა და რეკლამას რაც შეეხება ფილმებს გადაახტა ფილმებში ბევრი არა ფილმებში ხა კოღუაშვილთან რეკლამისა რეპორტაჟი გავახმოვანე ბრაიტონში რა მაშინ როგორია ტოტალიზატორში ფეხბურთის ფანების ხედან და აი და რაღაცა და მან კომენტატორი ვარ და ნუ სერიალი ყველამ კარგად იცის ხო ეგ იყო და ანუ სადაც რაში მიმართლებს იცი სადაც მივდივარ კარგი გარემო მხვდება და თითქოს ასარჩევად გაქვს რა ხო ხდები რომ აი ეს უნდა გააკეთო გემრიელი საჭმელივით არის რა მაინც საჭმელზე წავედი გემრიელად გააკეთო ასე რომ ცუდი ჩემთვის ხო რომ გადავხედა არ მქონი უარი მithქვამს რაღაცებზე რომ ვიცი რა არ მესმის იცი თუ არ გევასება ხო იქ ნუ მაჩვენებ რომ არ გევასება და მაშინ თავით სხვა მოვა და სხვას უყვარს ის და უარი არ თქვა ან თუ ამბობ თავიდანვე თქვი და ნუ მეწუწუნები რომ მალე დავიწყებთ და აი რო წუწუნები რა საჭმელი არ მოგი აუ აი ეგ ხო ხდები თუ არ გიდა არიან დივები ანუ მაგდენში აუ ეს რობას მათამაშია ვა რაში გადაღება გაიხ ხო გადაღება ხმა მაგალითად თქონია მეზარებ თუ არ გინდა რატო მიდიხ იმ ხელა თანხასაც არ გაძლევენ ხო ხდები რომ თანხის გამოგიგდეს ხო მაგის გამო ისეთი ალპაჩინოც არ ხარ კიდე რომ მიხვიდე და შენი ტექნიკით მომატყუო რო არა მაგრა აუ რა ჩაურას გარდა აუ რა გარდაისახა ეგეც არა აბა რა გინდა თო მაგიტო ვიძახი იგივეა ეგეც აი თუნდაც ჩემ პროფესიაში რეპორტაჟებზე სენიორა თუ არ გინდა ბიჭო ეს თამაში პირობითად რაღაცა თქვი რა თავიდანვე უარი იმდენსაც არ იხდიან ხო ამ რეპორტაჟებში სიტყვაზე რომ გიხირდეს რა თქვა აი 2000 ევრო ან რაღაცა ვეთება და ავიტან მაგის დედაცვატირე იმას რა ქვია ტილბურგი რაღაცას ვალერენგას და ჯანდაბას არც ის არ არის და აბა რა გინდა მოდი ის დასვი რა მაშინ ვისაც უნდა რა საბოლოო ჯამში ყოველთვის მივდივართ აი ესეთ რაღაცაზე რომ კონკრეტია საუბარი იმაზე რომ თუ არ გიყვარს ის საქმე რასაც აკეთებ ხო რა აზრია განცერულია რა ზარმატებლობისთვის რეკლამა მე სხვა რაღაცა რეკლამა რამე იცი და არ მეუბნები მაინც ხო დაუპირდე ბიჭო რაღაცა ისეთი ისე წავიდა რეკლამებში კომპანიის სახელი შემიძლია თქვა თქვი ხო აი მაგალითად ფულს დავადებთ ელიტ ელექტრონიქსის რეკლამაში ვიყავი სტუდენტი ვარ ახალ წელს ახალწელს ვიყავი და ისე ვიკაიფე იქაც რა ხო ხდები ანუ სადაც მე ყოფილი ვარ ყველგან მიკაიფია სადაც ვიცი რომ ვერ ვიკაიფებ
დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ხო ტექნიკურად ისე აური გვერდს რომ უარი მაგიმის თუ ხარ ხო რაღაცა მაშინ ვერ მოხვდები მე რაღაც დებილობაში და გაუგებრობაში ხო რა და თორე ხა შედევრებში კი არ ყოფილვარ ამ სარეკლამო უკუთხით მაგრამ სადაც ყოფილა ხა 3 სერიანი იყო სტუდენტ ბავშვს 800 ლარი დამიწყარუნდა გაგიჟივით ვიყავით სტუ მეოთხე კურსზე ვიყავით და ახალწულ ელექტრონიკის რეკლამა იყო თიულური ჩაკვრებს ვაკეთებდი იმას და ქავთარაძეზე და ისე ვიხაროდა ხო და მომისმინე სირთულის პონჩი რომელი იყო უფრო აი თეატრი ეხლა გასაგებია რომ დიდი ტექსტი უნდა დაიმახსოვრო და რაღაცა მაგრამ არა ბიჭო მანდაც წვეები სენიორ ხო რეპეტიციო მე თავიდან მაგითო მეშინოდა მსახიობებს სკოლაში არ ვსწავლობ მეთქი ამას რა დაიმახსოვროს ვაშლა შაქარ არ მისწავლია მეთქი რამე მაგრამ იქ რო ზიხარ მაგიდასთან ეს ბიჭო ყოველდღე რო ამის რეპეტიცია გავიდა 3 საათიანი 5 საათიანი მართლა დებილი უნდა იყო წადი და რაღაცა იმას ქენი რა ნაყინი არ დაგეცე ხო რა არა სირთულე ორივე ჩემ პროფესიაში გინა არტისტობაში გინა კომენტატორობაში არის ძალიან რთულია აი ძალიან რთულია და არასდროს არ მithქვამს რომ ამას რა უნდა აი მაგას ვინც ამოს ეგრევე ჩანს ძალიან ცუდე მე ეგეთი ყოველ შემთხვევაში არ მინახავს რომ აი ესე ეთქვას რომ ამას რა უნდა დაჯექი უცებ წაიყვანე ან ამათ რამ როლს რა უნდა ვითამაშებ მე ეგეთი როლი კაი გამოსული და ეგეთი რეპორტაჟი მე არ მინახავს და ვისაც უნახავს შეუძლია რომ მირჩიოს შეიძლება გადავახვიოთ ნახო მოვისმინე რა მაინტერესებს შენი აზრით მსახიობები ფასდებიან სათანადოდ ეხა ამ ეტაპზე საქართველოში ანუ როგორი წარმოდგენა გაქვს შენ მაგ კუთხით ბიჭო აი ხა თეატრი გვაქვს ბევრი თეატრია ვიცი რომ ბიჭო მოდი რბილად ძალიან პოპულარულიც გახდა თეატრი ბოლო პერიოდში ანშლაგებიც არის თეატრები სადაც ანშლაგებია ნუ რანაირად უნდა დავარცხნო ეს თემა რომ ის თქვა არა არის რომ არტისტმა ჯოახე თეატრიდან არტისტები იმიტომ მიდიან და თეატრის გარდა იმიტომ არიან სხვა 1000 გადაცემები იქნება სხვა პროფესიები რომ ფაქტია რომ არა აქვს რა შემოსავლელი და ფიქრობს რომ დამატებით რა აი დამატებით რა თუ მოაშორებ მე რა ის უიქ იქნება და არ არის ახლა რასაკვირველი არ არის მოვიტყვები რომ დავიწყო რომ და რატო უნდა მოვიტყვო ჩემი მეგობრები თამაშობენ და ვიცი რა პრობლემებიც არის რა იმედია რაღაცა დაიზრება თუ რწოდუა ბიჭო რა არა ფაქტია რომ როლზე შეშერებით და იმას ფიქრობ რომ დღეს რა მივიდა იმასთან ციურისთან ვალი მაქვს იმასთან რა არის ხა დაბრიდო ფაქტია რომ ეხლა ცოტა უკეთესობა ხო არის ეხლა შედარება თუ ყველაფერი ხო შედარებითია შედარებითია და გეთანხმები ეხლა ბევრად კარგია ვიდრე ადრე აი 90-იანებს აღარ ვიძახი აი 2000-იანები ჩემი სტუდენტობის პერიოდი ეხლა ბევრად კარგია მაგრამ 2000 არ არის ხო დავარია ეგრე მიდის რა და ნელა მივა იქამდე სადაც ხო რა რომ რამდენიმე წლის მერე ვთქვა რომ იცი რა იქ რო იყო და ეს ხო რაღაცა იყო ხო და აი რაღაცა ახსენა ზუსტად მაგაზე მინდოდა მეთქვა რომ მსახიობები რეალურად ვინც არის რომლებიც არიან პოპულარულები არიან იმით რომ ანუ თეატრით გაცნობილი მსახიობი პრაქტიკულად არიან ან გადაცემა მიყავდა ან რაღაც TV show-ში იყო ანუ რაღაც სერიალში გვიღებდა მონაწილეობას ანუ არც ერთი არ არის პოპულარული კონკრეტულად თეატრით რა და ეგრე უცნაური მომენტია აი მიშა გომიაშვილმა რა მაგარმა არტისტმა ადრე რომ მე მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი და თამაშობდი რომ ყავადალუდი როგორც კი გამოვიდაო ხო თურზე ჩავედი და დილით რო ჩავედი შუა დღით ავედი სახში და მიჭირესო და აბაბადონო მიშა და არის ეგრე ბიჭო აქ მარტო აქ კი არ არის ხანდახან რაღაც გლობალურად იხატება ხოლმე რომ ანუ თეატრის მაყურებელი იდეაში ყველა ქვეყანაში ბევრად მწირია ვიდრე თქვა კინოს რა წამოწოლილი ხა სახში სკაპ ჩართავდა ტელევიზორშია ტიპი რა გასაგები მაგრამ ეგ იმის ბრალიც ხო არ არის რომ რეკლამაც არასაკმარისი არის ხოლმე თეატრის იმიტომ რომ მე რაც მინახავს არის მარტო აი თეატრთან აფიშა ხო ეხლა სოციალური ქსელები წამოვიდეს რაღაცა დარეკლამება იქ ფოტოს გადაღება ხო და მეტი უნდა იყოს მეტი აქტივობა არა ეხლა მაგალითად რო შეხვიდე ბილეთის საყიდლად რა ერთი თვითადრე თუ არის ვერაფერზე ვიღარ ყიდულობს ხო ეგ კაია ძალიან მაგრამ ნახე თვითონ თეატრზე ვაფშე ვერ მოხვდები ვერაფერზე თვითონ თეატრს რო არ აქვს ეგრევე და ისიც ეგრე არის რა ბილეთებს ვერ შეულობ რა თვითონ თეატრს რო არ აქვს საკმარისი თანხა რო აი მარკეტინგის ტიპი აიყვანოს ყველას რო ყავდეს ვიღაცა ტიპი რომელიც სოციალურ ქსელებს ჩაიბარებს იაქტიურებს რო იქნება დადგმა რაღაცები რეკლამას გააკეთებს ანუ ეგ უბრალოდ მაგის ფინანსები არის საჭირო და ნუ არ ვიცი ხა აქვთ არა აქვთ ვერ ვიტყვი ვერ ვილაპარაკებ არსებობს დიდი თეატრები არსებობს პატარა თეატრები მაგრამ ხო ფაქტია რომ მაგას ეს კიდევ ერთი სიბრძნე ჩემგან არსებობს დიდი თეატრები და არსებობს პატარა თეატრები დიდი როლის არის და მაგრამ ბიჭო რა იცი რომ დღეს ეხლა სულ რომ არც ტელევიზიაში არსად არ მიტანოს სოციალური ქსელია მიდი შებერე დადე დღეს ბევრად მეტი საშუალება და ხა თეატრს არ ვიტყვი ერთ-ერთი თეატრია ხო და ბავშვი მყავდა წაყვანილი სპექტაკლზე
გავიგეთო სენიდან დავიღალეო. სახიუმად აი რა. დავიღალეო და ესე დავიღალეო. ესე თქო და გავიგეთ ბიჭო. საბავშვო სპექტაკლი იყო რამე? არა. ზოგადად რა, სპექტაკლზე და просто წარმოვიდგინე რომ შრეკი რაღაცა დავიღალე. გინდა რაც დაიღოს და რა გათქვევინებს. აუ დავიღალე გაიგო ბავშვმა. აუ რა ეხა იქ რო ქუდი შეუგდო აღარ შევა რა. რა დავიღალე. აი მაგას გეუბნები თუ არ გინდა თქვი ადიოს და სხვა დასვი რა სხვა თამაში რა უფრო სწორად აროჩე რა. დავიღალე. თქვენ გაგიმარჯოს კიდევ ერთხელ სენიორებო. გაგიმარჯოს ერთად გავიმარჯოს. მისაყოლებელია ყველაფერი მართლა აი აქ. ნამდვილად. დაბადების დღე როდის გექ? კონდა 6 ივნისს ეხლა. 6 ივნისი. გილოცავთ. უკვე. გილოცავთ ბრავალს. იწოცხლეს მამა. უა ჩავბახრაშუნე. კაია. აჰა, გილოცავ. იდეალურ დღეს დაბადებულ ხარ. რუსეთში აღნიშნავენ პუშკინის დღეს. ამ დღეს 6-ში? გადაიტანე სადმე. აი ეგ არ გვია ჩვენ რამე სხვა აღნიშნავთ მაგ დღეს. არა, პუშკინს კი არაფერს ვერ ჭიმა. ბავშვის როდის არის? ბავშვი ერთ დღეს ვიყავი სენიორ. ერთ დღეს ვართ. 6 ივნისს არის ჯემი ბავშვიც. მართლა? რა მაგრა დაემთხვა. დღეს რა არის? 8. აუ დღეს ესპანეთი თამაშობს კი. ოკეანის საერთაშორისო დღე. რისი ოკეანის? რა პონტია მოიცა ოკეანის საერთაშორისო ზონა? არა, ეს არის წიგნის 365 მიზეზი დასალევად. რა მოდი. ოკეანეზე გვაქვს რაღაცა ეს. მოდი ოკეანეს გაუმარჯოს. ოკეანეს გაუმარჯოს. ბომბას გადავხტები აუცილებლად. ოკეანე რო არა? ჩვენ რა გვეშველებოდა კაცმა არის. კი ბატონო, ჩვენ აქ დავსხდებოდით. ნაგავს არ ყრია. ოკეანეში რა აი ოკეანეში ტივზე რო გავიჩნდოთ რა შეიძლება მიაყოლო იქ. მისაყოლებელზე ჩავა. თევზის მეტი რა არის? დაიჭერო. ოკეანეში ტივზე რო გაიჩითო? ხო. შეიძლება შენ მიგაყოლოს რა. ბაზარი არა, ის რო გამოჩნდება. ვერ მიაყოლე. ტივზე ვერ გაგაჭირე. თუ ხარ შანსი არის. ის რო გამოჩნდება თან. ურაც უდია ჩემი. აუ სხვა მაგრამ ეშინია იმის ერთხელ თვითფრინავით იმგზავრე ბათუმიდან. ნაკრებს გავყები ჩეხეთში. ხო. ბიჭო რო აფრინდა წინა ღამით ნანახი მქონდა ტომ ჰენქსის ფილმი რო ვარდება თვითფრინავში. ფანჯრიდან გადავიხედე. აუ არ დამთავრდა თან ბიჭო აუ რა ცუდი შეგეცნება ხ თვითფრინავში არ მეშინება რა ზღვის ზემოთ რო ვიყავ არ მორჩა. არა ზღვის ზემოთ იდეაში ყველაზე კაი ეგ არის მომენტი რო დავფიქრდეთ იმით რომ ავარიული დაშვების შემთხვევაში წყალზე დაждდომა უფრო ბიჭო ხო მაგრამ ფილმებში აი ფილმებში როგორც წვალობენ და იგუდებიან წყალი რო შემოდის ეგ მბრიდავს და მაგრამ ის სანამ იმას გაიკეთებ და იმ დირკიდან გამოწურებ აუ მე მაგაზე მე ბიჭო თან დავლიე ხო აი ეგ ხო და წაიღო ეხლა ფიქრობ აი თქვა მიდი სანამ ჩავარ ვის რას მოვასწრე ტელეფონი აქ არიჭერს რო აიღაცა გამოუშვით გატერი ან რა ხო და მაგ თემაში ტივის კაცი მე დამუღებებული მაქვს ყველა გაფრენის წინ ანუ სადაც არ უნდა მივფრინავდე TikTok-ზე თუ შევდივარ 2 დღით ადრე რაღაც უეჭველი თვითფრინავების ავარიებს და რაღაც კატასტროფებს მიგდებს სულ ბიჭო რა ჯანდაბა უნდა მეთქი მართლა არის გრუზები? არის გრუზები მე მაგრა დავი აუქნა არის როგორი მომენტი მაქვს პირველი ფრენა მქონდა ზუსტად ეგეთი მომენტი რომ აი პირველ ფრენაზე რაღაც ხო არ გეშინია და რაღაც რომ მეკითხებოდ ბიჭო რა ერთი მომენტი დავამოღამე რომ აი თუ რაღაცა ხდებოდა რა თან ტურბულენტობა თუ რაღაცა ჯანდაბა გავხედავდი ხალხს არავინ არ ნერვიულობს ესე იგი არის საშიში არაფერი და ნერვიულობას თუ დაიწყებენ და რაღაცაში ფოთოს აზრი არ აქვს გინდა არის ნერვიულობა ვიდეოები რო იდება ხო რა ვაცხადებენ რომ რაღაცა ავარიული დაშვება და პანიკა რო იწყება აუ მე შეიძლება დავიბრიდო არა ხო აი მაგ მომენტში მექნება ალბათ ის მომენტი რომ სანამ ჩამოვარდება ხო რა ვერაფერს ვერ იზამ ხო არა ხო ექსტრემალურ სიტუაციაში ღმერთთან დაფორს არ ყოფილა ეს სრდილი ცუდია რომ იცი წინასწარ რომ აი ერთ ორ წუთში უნდა დაგერხეს მაგარი ცუდია რა ვარდები და რომ რო ელოდები რომ ეხლა შემ აქ წყალი შემოვა მერე წვალება ეს წყალშია ჯერ მე სხვაგან ვიყავი უეჭველი ოკეანეში იმაშვება მე კითავარ ოკეანეში არა მაგრამ შორს ჩვენგან მსგავსი რაღაცა ეგრე რომ ჩამოვარდეს დამჯერ ნენელა წყლის შემოსვლა და რაღაცები არ იქნება მანდ ეგრევე დამამშვიდა არა ნუ დაელოდები პირდაპირ ორ წამში და ძალიან მომშვიდებს ზოგადად სტატისტიკა რა მათემატიკა მიცის დამშვიდება ყველაზე ნაკლები ის არის რა ქვია მაგას მაგარი სტატისტიკა არა თუ ხდება გადარჩენის მომენტი გადარჩენის შანსები სხვა შორის იმაზე მეტი გადარჩენილა ავარიული დაშვება იმაზე მეტი ავარიული დაშვება მოხდა რა და ხალხი გადარჩენილა ვიდრე შენც არ მოგიდგენია ტურბინების გათიშვა შასის გაუმართავობა 1000 პრობლემა შეიძლება შეიქმნას მაგრამ ყველაფრისთვის არსებობს რაღაცა ის რა პროტოკოლი რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს პილოტმა და
რაც გადარჩენის შანსი ეგ ყველაფერი გათვლილი იმაზე кайფობ ხოლმე ფილმებში რო არის რაღაცა რო ხდება და ამხელავი პროტოკოლს ჩახედეო იმას რომ წიგნს იქ რო აზრობენ ხოლმე რა ეხლა რა უნდა გავაკეთოთ მე მაგითო მგონია кай ფილმი რა არასწორად ვიქცევ ის ხალი რო შემოდის წვარდესა და რო გასწავლის ესე უნდა აი წერა მესანება ხოლმე და აი ხნა ჯვარი მწერი რო დაეშვეს თვითმფრინავი წყალში აი მე ხვედრე გესწავლები და შეჩემისა შედაბეკრა და ხალი გასწავლის 2 საათი დგას და ხელები ესე ხო აი მაგაცა მე კიდე ავა მარატვინი წაიღო რა და მალე გავფრინდები გოგონი რა ვიცით ეგ ნანახი კიდე ბიჭო რაღაცა სენიორი ის იყო ყატარის ავიახაზებ თუ რაღაცა შედის ვეცკურა ტელევიზორი რა თავის კურსზე რომ წამოვწევი ფილმები მულტფილმები აუ ასაჩო რამდენჯერად დავაწექი ბიჭო იწყება თავიდან სანამაფრინდე მულტფილმი ანიმაცია გაკეთებული რომ ესე უნაქრა თუ ჩავარდი რაც იმას ვაგინე მაყურებინე ეს და დამანებე და აი მე გამცინები აი ხა შეჩემის და დიდგულზე რო ხარ მეთქი რომ დაეშვეს მარკას რა აქ ნახე რომელიღაცა არ მოხსოვს რომელი ფეხბურთის ის იყო ფანები იყვნენ ამებს რო აკეთებს და ისინი რომ ღერიან ამებზე ხო ბაზარია მანდი გენიალური მომენტი ის რომ ბიჭო არო თვითმფრინავის ჩამოვარდი შემთხვევაში ჟილეტი უძე გაიგეთო წლისო და შვიშტოკი გავს შვიშტოკის და ბაზარი არ არის რატო რიზმი აი გავიგეთე და რო ვარდებით მე ზუსტად ვიცი რომ ვერ მოვასე ის უნდა იყოს ბარემ ჩუპაჩუპსი უნდა იყოს და შიგნით რო ხო რაღაცა გამომშვიდებელია რაღაცა ციანიდის კაფსულა რაღაცა უცებრო დავთავრდეს ყველაფერი ანიმაცია იყო იქ მე კადრი აი როგორი იცი რამ ხელა პაუზები ეგ ბავშვს როგორ ამშვიდებს სადა ამშვიდებს ჩემისა რანაირად არ ვიცი რა გვაშოროს ეგეთი რაღაცა მოდი ჯახა გაუმარჯოს არ მევასება მაგრამ მაინც მაგათი თოხლები არ მევასება ზოგადად ფილმებში ცურვა მაგრა ვიცი იდეაში და ზამევასა მაგრამ ღია წყალში აი რაღაცა არ მიყვარს ყოფილი მაინც ზღვაში ვერა არა ცურა არც მაქვს პრობლემა რამე გემითაც მოჟნა რაღაც მაგრამ კომფორტულად გზომფეთქი თავს რომ ვერ ვარ სიღრმისის გაქვს ბიჭო არა სიღრმის და ის არის ფეხზე რამე არ გეცეს რაღაცა ვარსკვლავი არ ვიცი გაქვს ბალახი მომენტი ვერ ცნობ კარგად მიმართულებებს ჯერ და მეშინია რომ არ დავიკარგო არა იმას თუ გულისხმობ ეხლა შუა ოკეანეში ხარ და წყალში რომ მოხვდე ისინი ვარსკვლავები დიდად არ გიშველი მან ვარსკვლავები დიდად არ გიშველი შემიძლია მისწავლებელი არაფერი არ არის არა და რას აი აუ რას ამბობ იქ აი ცოტა ღია წყლის ის მაქვს რა მაინც რაღაც მონში რა დისკომფორტი შიში არ რომ დისკომფორტი მე მეშინია იმიტომ რომ აი ფერზე რაღაც ბალახი ის თან ბიჭო ასიღრმეა ხედავ ჩაშავებულია და აი თან ბევრი ფილმი რო გაქვს ნანახი აი ეგ მაინც აი ეგრევე მოდის ეგრევე რეებზე ფიქრობ და თან იმასაც არ ფიქრობ რამე რაც არსებობს ხო რაც არ არსებობს იმას ის ხო გუდიანი კაცი მე ვკაიფობდი ძალიან ის წყლისათვალე რომ მქონდა რაღაც ტბაზე რუსეთში ცხოვრობდი გამიზარდე რაღაც ტბა იყო და გავცურავდი ჩვენს ეს ჩავიყვით ვიყურებოდი სიბნელეში მეთქი აბა თუ ამოვა რამე აუ არა ბიჭო არაფერი არ არის შავს ბაში აზრი არა ხედვა გაკაი ამ ხელაზე აუ არა და მაგრა ასწორებს აი დოკუმენტურებს რო უყურებ იქ წყალქვეშ რა ხდება და როგორც არა მგონია რომ ვიღაცა მოკიდოს ფეხზე ხელი ჩაგათრიოს აი ეს ჩუვაკები რო ჩავიდნენ რა ქვია აუ ტიტანი თუ რაღაც რო ჩავიდნენ აი ბიჭო მე შემეკვრა ხო ფული გადაიხადეს მაგას ამდენი 80,000 იყირდა მე მგონი ძალიან დიდი კუში ბიჭო მე რაღაც ეგრე მოხდეს რო ხო და ეს ტიპი რო დავინახე რომ PlayStation-ის ჯოისტიკი უჭირო ხუთისაც იყო მაგაში ხო ჩავიდოდი და ხუთისაც არის ხო მაგაში ხო ჩავიდოდი და PlayStation-ის ჯოისტიკს რო დავინაცა თქვენ დედას მოვიდოდი უკან ეგრევე რა PlayStation-ის ჯოისტიკით რო ხარ მისული და სიცრაფე არ მოშავს გამომიწვა აუ არ გამიმართლა ჩემი აზრი ხარ ბიჭო თან იმას რო უყურებ როგორ ეწყობა და ეს შედის და კეთდება და მე რაც არ უნდა რა ჟანგბადი აი კლაუსტროფობია ეკრევე დაგეწყება რომ ჩადის ჩემი არენდობი ზემოდან გაქვს იმხელა სიმძიმე გაწვევა მაგდროს იდეაში ეგ დაემართათ რა ხო და აუ ხნა კომპიუტერით რო გააკეთეს ანიმაცია სპონსორის ხილა გადაუარა მანქანა არა და ის დოკუმენტური კადრები დევს იმის რა ქვია YouTube-ზე ჯეიმს კამერონი რო ჩავიდა ტიტანიკის მსვლელობისად ისიც რაღაც ეგეთი ხომალდი იყო, მაგრამ ის დიდი იყო და მთელი იქიდან შლანგებით და რაღაც ხო, ეგ даже მაქსი ღრმეზე არ იყო ეგ ტიტანიკის თემაში. არა, თო ჩავიდა ის ხუბსკერზე ჩავიდა. არა, ხო, მაგრამ ესენი კიდე უფრო ღრმად იყვნენ მე მგონი ჩასული. ეს ხო იდეაში ტიტანიკზე ჩაყავდა. ესენი ტიტანიკზე იყვნენ ჩასული. ტიტანი მაგიტომ დააყვა. ოკეი, ექსკურსია. კემერონი იმასში იყო ბიჭო.
მარია ის ღრმულში. ეგ არ არის? მე იმისთვის რა ქვია, ავატარის გადასაღებად რო ჩავიდა მანდ. მე არ მინახავს. მე მახსოვს ეგ თემა რომ ავატარის გადასაღებად ის რაღაცა რო ანათებენ რა სიბნელეში, მაგთემზების და სხვა. ეგ არ მინახავს პირველად გავიგე, მაგრამ ეს სენიორ ტიტანიკზე თან ერთი რამდენი ის ქონდა უკვე ექსკურსია გაკეთებული ამ ტიპის წესზე მიდიოდნენ კურსი ხდიდნენ და ჩადიოდა და ბოლოს ბახ რა. მაგრამ გასაკეთებელი იყო, ბევრი ის იყო მაგაზე რა, მე ამოიქეკა რომ იდეაში დედა ქონდა ნატირები თურმე ყველაფერს, ყველანაირი ნორმა დარღვეული იყო, დარღვეული იქნებოდა ნორმა ჯოისტიკი რო ჩადიხარ ჩემი რავი. რა უნდა გადაგარჩინოს პროსტა. სამწუხაროა რომ იმასკი არ ეგეთ რაღაცაში მოხვედრის შიში მაქვს, სადაც ჩემ თავზე საერთოდ გრამით არ ვიქნები დამოკიდებული რამე რომ მოხდეს რა. არა ძმა, ვაბარა. აი, ვაფშე ერაფერს ვერ იცი. თან ბიჭო შედიხარ და ესე ისხდნენ მოღრული. რა უნდა დაათვალიერო. ხო და ამხელა ფანჯარა და ჩახვედი და ამოდიხარ მე. აი მაგარი უცნაურია. მაგ ფანჯრის გამო დაერხათ. თან გასტროლია რომ მილიონერი ხარ, ყველაფერი შეგვიძლია მილიარდერი გინდა ჩემ. ყველაფერი შეგვიძლია ჩადიხარ და თან შვილს არ უნდოდა თუ რაღაცა ხო დაიწერა მე ინფოები რომ ეუნებოდა არ გვინდაო რა და მამამისმა ამოდი განახო ტიტანიკიო და რა თქმა უნდა ნახე რა გაჩვენ. ეგ ვის მთელი ნახა იმათაც არ გავუმართლა და დანგრეულზეც. ხო. რა ჩვენ ვითამაშოთ ახლა? ჯერ ზარები ჩაგვიღდია ხალხს ლუდი გვინდა გინაცვლა. ეს ჯერ იყოს. ოკეი, როგორც ეს ჯერ იყოს და მე იმას ვქნათ რა ქვია. დაუწყო ეს კი გამოვცალე ნაღდათ რა. საღულ მოგეწონა არა არჩევ ძალიან სასია. დიეტა მოვიტყორე ხო დიეტა ხო დავარღვიე ეს მაგრამ ლუდით და სხვა რაღაცებთან ეს ღირდა. აი ეხლა მოდი მადლობა აქვე სანამ გუნდიშა დაიწყებს ჩვენი წამდგენია ლუდისა ჩიპსი უხმესი მადლობა მართ გვერდში დგომისთვის და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია რომელიც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე პოდკასტის მსვლელობისას და სხვა მომენტებშიც გეორგი წყურვის მოსაკლავად მართალია კომპანი ვერ ზრუნავს ბაიერნის განწყობაზე და კომპანი მე მიკბინა. აი ეხლა თამაში თქვენთვის უნდა დაასახელოთ ტოპ 10 ქვეყანა მილიარდერების რაოდენობით, ანუ ვის რამდენი ხავს. წაგებული თქვენგანი დაალევს ამ შოტს. ნუ წავაგე უეჯო. და რიგრიგობით უნდა დაასახელოთ. მოდი უმარს დაგიწყო პირველი შენ დაიწყო. ყატარის მუღამებში წავიდეთ, მანდ არ არიან? ერთიანობული ემირატები. არა, რატო? აქ ვერ ხვდება? ის რა ქვია, რუსეთი ყველა ვარიანტში იქნება. ეგ არის ხო? არის რუსეთი. კი, საფრანგეთი? არა, მაგრამ არის ხო, საფრანგეთი არის მე-10 ადგილს, რუსეთი იყო მე-5 ადგილს. ნუ ამერიკა რა ყველა ვარიანტში. ამერიკა შეერთებული პირველ ადგილს რა თქმა უნდა. ყველაზე მეტი მილიარდერია ამერიკაში. ინგლისი. ნუ ის რა ქვია ბრიტანეთი. ხო, ხო, მაგრამ არის 10-იანში არის. კანადა მერვე ადგილი. ჩინეთი? ჩინეთი მეორე ადგილზე ჩინეთი. იტალია? იტალია უნდა მეთქვა. 6 ადგილზე არის იტალია. იტალია უნდა მეთქვა. ბაბონოს. გერმანია ლოგიკურია. გერმანია არის. უნდა მე-4 ადგილს. გერმანია საფრანგეთი თუ არის მომენტ. ორივეს დაგეხმარებით. ორი დაგჭა. ორი დაგჭა. მოდი ახლა პირველი მივანიშნოთ ერთ-ერთი მესამე ადგილს მიგანიშნებ შენ კურიერები. ბაზარი არა. ინდოეთი თვითონ. მანდაც მე მილიარდელია? კი, სხვათა შორის აი ხო ეგრე არის გაფასული რომ ძალიან დიდი ღარიბი უბანი და ის მაგრამ ნაწილი არის აი ჩაქცეული. დავაი. მე მგონი წინ გავიჭერი. პინგ-პონგი? დიდრების თამაში გაიგე. შანსი არის ისე უცებ თუ ვერ მეთქე. ჰონკონგია რა. ჰონკონგი არის მე-7 ადგილს. და დალია. და მე მოვიგე. ჰონკონგი ქვეყანაა? მე დებილი ვარ გეოგრაფიაში. მე ლალი რასაც მიწერს იმას ვაკეთებ ხოლმე. გაგიმარჯვეთ. დალია და მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. დიდი მადლობა და ძალიან სახალისოდ მიდის გადაცემა. მადლობა ჩვენს მაყურებელს. გვერდში დგომისთვის, არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის და კომენტარებისთვის. იცოცხლე შენი. მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ რომ ზოგადად გათამაშებები გვაქვს კომენტარების, მაგრამ ამ თვეში გვიწევს ქვეყნიდან წასვლა და წინასწარ წევთ ამ ვიდეოებს. შემდეგი თვიდან ეგ გათამაშებები გაგრძელდება აუცილებლად. ვა, სად მიდიხარ? მე ჰოლანდიაში და ის რა ქვია, აი გაბუს უწევს იმაში წასვლა სიცილიაზე, მაფიის სათამაშოდ. წეღან მითხრა კი. ხო, ასე რომ ეგ თემაა. ხო, და მაგიტო ეხა წინსწრებით იმავშვებით რა, ყველაფერს ვიღებთ რა. ის რა ქვია. არ მოიწილო ჩვენმა მაყურებელმა. გაუმარჯოს მაყურებელს, გაუმარჯოს სტუმარს. იცოცხლე სენიორი მიხარია. მილიარდელებზე ვიყავით ეხა მაინც. ის რა ქვია. თამაშში და ის ხო ნახეთ ტრამპს და იმას რომ რაღაც დაპირისპირება აქვს მასკას.
და ტრამპს უთქვია რომ მანქანა რაც მაჩუკაო უნდა გავაჩუკო. შავ ზარალი ვარ იმენა ნახე რა უქენი. შებერე მაგისთვის არის რას მელაპარაკები. პირიქით მე მიხარია რომ შენ მოგწონს და დღეს გავიგებთ რამდენი ჩიფსის ჭამას შესაძლებელი. და ხინკალები დაიღო. ბიჭო მაგრა შენ მაგრა ჭამსენი. ბიჭო მაგრამ არა ხარ მე მაგ ხერა რა. ბიჭო ძალიან ვცდილობ რომ არ ვიყო. ძალიან. თუ მარტო გადაღებებზე ჭამდათ მე თავს იკავებ თუ როგორ არის? რეალურად ცოტა ეგრევე. ხო რო გიწევს იქ ჭამა. ხო თორე ეგრე რო ავიშვა რაც მე მინდა ეგრე ვჭამო ხოლმე ყოველდღე ხო არ გადავყო. მე გავვოცდი მართლა გეუბნები რამდენს ჭამ თუ ჩადაწერები. ძალიან ვცდილობ მე რომ ვარჯიშით დაიმით მაგრამ უშველო რა. არა ხარ თმაო იმხელა რასაც შენ მეშვები ჭამ რა. რასაც ჭამ ხო. მეც მაგრამ ევასება თოხლაობა და არა მაგა აი ნახე ამას მაგრა ევასება თოხლაობა და არ სუქთება მე არ უჭამ ბევრს და ვსუქთები რის ბრალი შეიძლება აი გაბუსტანზე რო ვიყო შენ ძმოს აი ორ კვირაში ისე მომხელა ვიქნებოდი ალბათ მე ნათქვამა აი ესეთ ტანზე რო ვიყო ყველას ვეუბნები ხოლმე აი გორგოლაჭებიანივით ჩანთით ვივლიდი კონტეინერით და კატეგორიად კილოგრამიანი ისოარი აქეთ ცომები იქ ანუ ხორცები იქით ლუდები ძალიან მაგარი რა გინდა ბჭოი წყალს დალე ვერჩიკა და გამოდის ამის დედავადი ხო და რა თემაზე შევეხეთ რა იმაზე ის რა ქვია ხო ილონ მასკის დაკადაკა დაპირისპირება თქვენი აზრით ეს მილიარდელები ვაფშე და მაყუთა ხალხი ხო უბერავს და ვერ არიან ხო ამბობენ ხოლმე არა ხო სულელეა ხო ვერ გაი მე ვაფშე რაღაცა 2 წლის ბავშვის ის არის რაღაცა იმ მანქანა რომ მაჩუკა მაგრამ ხიმ და ბრუნავდი მანქანა მე საერთოდ მინდოდა ეგა შენ მანქანა მოუფრთხილდი ძმაო ვიღაცას არა არა მე ეგ მაგათი ის ურთიერთობა ხო ცალკე თემა ანუ ეს ილონ მასკი ხო სახეს იხევდა ტრამპის გამო რა მოსაყვანა და მე მეგობრობდნენ რაღაცა პერიოდი მაგას ეგონა რომ აწყობდა მაგრამ მე ტრამპი მოვიდა და ისეთი ბოდიში და აკეთა იმაზე რომ ამ ხო ილონ მასკის ის აქციები დავარდა აი საშინლად და მე ხა იმას ხარ რა წამოვიდა ტრამპის ადმინისტრაციიდან და ყველაფრიდან და აიწია ისე აქციებმა და ამას გაუწყდა რომ ეს წამოვიდა იმას გაუწყდა რომ ამის აქციები და კაროჩე რა სადღაც ნახეთ 11 მილიარდი დაკარგა ტრამპმაო ამ ჩხუბის მერეა 11 მილიარდი ილონ მასკმაც მაგრა იზარალა მე ილონ მასკი იზარალა 11 მილიარდი რა ხელა გუშია ხავდაო ბიჭო მაგარი სტრანი ხალხია ვაფშე რა ჯერ ვაფშე რაპონში უნდა კონდეს მაგდენი ფული რა ანუ ხვდები რომ ეს რაღაცა ალბათ არის რაღაცნაირი ხო რა ალბათ რო იწყე საჭიროა უნდა იყოს მდიდარი და ღარიბი რაღაცა ეგეთი ის უნდა იყოს თითქოს რომ რაღაც ბალანსისთვის თუ რაღაცის არის მაგრამ ბიჭო დებილობაა რა ეს რაღაც ხამობაში გადაზრდილი რაღაცა სისულელეები მე ფეხბურთით ვიკაიფებდი დიდი კუში რომ მქონდეს გუნდს გავაკეთე აი ჩვენ ჩემპიონატში უეჭველი და აი ხო ხტები აზრს მივცემდი რა ცოტა აი ყველაზე კაი პერიოდია ალბათ ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის რომ კლუბებში ჩაიდოს ფული ალბათ ყო იდეალური პერიოდია იმიტომ რომ როგორი პოპულარულია ხო კვარას ყველა ბავშვი საერთოდ ვინც ვიცი ყველა ფეხბურთზე დადის საერთოდ აი მამარდას მაიკები და რამდენი მაგარი ბავშვი წამოიდგინე ამ ყველაფერთან ერთად რამხელა მოთხოვნა და რამდენად არასაკმარისი არის ბაზები და რაღაცეები იმიტომ რომ ბავშვები ვარჯიშობენ უბანში ჩემთან მოედანზე ავარჯიშობენ რაღაცა ამ ხელა მოედნებზე ფუტბოლახზე რაღაცა კიდე სამწუხაროდ კიდე ვიწევს მაგაზებზე ბაზარი მაგრამ ჩერეს ეხა იმაშიც რა ქვია უმაღლესის კლუბებში რაღაცებში პირველ ლიგაში მეორე ლიგაში ფული რო ჩადო წესით მაგარი შედეგიანი უნდა იყოს ცოტა ხანში იმიტომ რომ აგა ისეთი ხალხი ყავს გაშვებული აქ ელჩებათ იმენა ფეხბურთელები რომ ყველა მიცის ყვარაზე რეებს გინდა სხვა სახეობა გერ მერაბზე ვსაუბრობდი წერან ხო ანუ ელჩი აბა რა არის ხა ტრამპთან და ასე მაგარი ის ხო მე ბიჭო თან რა არის რომ ვიკაიფებდი აი ფულის დახარჯვა ხო ხდები გუნდის გაკეთება მაგარი ტრანსფერები შენ წარმოგიდგენი აქ ხელ ისეთი ფეხბურთელი რა მოხდება მაგარ ტრანსფერზე გამახსენდა სახურო ჩამოიყვანეს მაგაზე რას ფიქრობდი ბიჭო სახურო ჩამოიყვანეს რო გავიგე სახოზე რა არ გაგიკვირდა ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ლივერპულში მე იქ რო ყავდათ რა ქვია ვიკენდია საკაბაბეში ვაცი მაგაზე გამუშტერდი მეთქი ხო და იცი რა მე როგორც გავიგე ზოგადად სახოზე ხო რომ ანუ სახოს ჩამოყვანის თავარი მუღამი ხო ის იყო რომ რაღაცა სატრანსფერო ამბებში მოლაპარაკებებშია ჩართული და ეგ რაღაცა შუამდგომლობს და რომ აი კარგი ვინმე საინტერესო მოთამაშე ჩამოიყვანა თუ ეგრეა და როგორც ამბობენ რომ ეგრეა ბაზარი არ არის მაგრამ ის რომ ეხა აქ რო ჩამოდის ტიპი პრემიერლიგა გამოვლილი ამხელა გუნდში აქვს და თამაშები ტიპს თუ ევერტონთან ამხელა დერბიში და იმაში ნათ გოლები აქვს შეგდებული ხო
ეხა კი რა თქმა უნდა გისწორდება რომ ეგეთი ბექგრაუნდის ტიპი ჩამოდის, მაგრამ ხა იმისთვისაც მზად ხარ რომ ნუ ის ისეთი ვეღარ არის და ვერ ბუნებრივია ვერ იქნება ეგეთ დონეზე რომ იყოს იქ დარჩებოდა, ხო? ჩვენ სანამ დავიწყებდით ლაპარაკობდით რა, ვერ წარმომიდგენია რომ თან ბიჭო თავს ხوار ვიქებთ ეხა ნიჭიერი ერი ვარ ფეხბურთში, ფაქტია, ხო? აბა ეხა იმის არ იყოს ათში თქვა თუ არ ვწდები რა, არ ველაძემ რომ ფინეთში კვარაცხელია ვერ დაიბადება რა, ხო ხდები რა? ანუ რაღაცა ეს ტემპერამენტი, ეს სისხლი, რაღაც სამხრეთული ამბები და ესე ანუ სხვანაირად ხარ აქ რა, აქ ყოლია და გეყოლება, კიდე ყავს და კიდე გეყოლება, მაგარი. ხო და აბა ბიჭო, ამდენი ხანია დამოუკიდებლები ვართ, ხო? რამდენი დრო გავიდა და როგორ ერთხელ შევედით ჯგუფში UEFA-ს თასზე, რანაირად? ვერ დავიჯერებ მე რომ აი სხვა ქვეყნები ხარ, არ დავასახელოთ სახელები, ხო? თქვა ისეთმა არა საფეხბურთო ქვეყნებად რო ითვლებოდნენ თლად ესე რა. ისინი ახერხებენ ჯგუფში შედიან. ეხა გავიგე ვიღაცა მეტყვის რომ ისი რა იმათ ბრაზილიელები ჩამოყავთ, ის ჩამოყავთ. არა, ხო ჩამოყავთ, სწორი მენეჯმენტი ჩამოყავთ, ხო? ხო და შენც ჩამოიყვანე. შენც იმასკენი რა ქვია მეტი ფინანსი და მოახმარე მაგამბავს და სწორი მუშაობით და სწორი იმით რა. ქართველების თემა არის სპონსორების თემაშიც მაქვს დამოღამებული YouTube-ზე რომ ანუ რომ უნდა სპონსორად შემოსვლა და ერთი რეკლამა მინდა და რაი რისი იმედი გაქვს რომ ერთჯერადი რეკლამით რამე შედეგს გააკეთებ ანუ ეგ ხო ნონსენსი შევხედავ ხო და მე რა მოყვება შევხედავ და როგორი შედეგი იქნება რა და პირველივე თამაშია ზუსტკაი შედარება ეგ არის აი რატომღაც გონია რომ აი თუ ეგრევე არ არის შედეგი всё ეს იგი არ და რა შედეგი 90-იანის რიგებივით ხო არ იქნება პულზე რო ვიდექით რა არის რაღაცა ის უნდა იყოს რაღაცა უნდა დრო დახარჯო ენერგია დახარჯო შრომა პუბრისტრიქს ახალ წელს ეხაც ვნახულობ ხო მაგრამ შენ მე 38-ის ვარ პრინციპში აი ეს ხრმაღელის სუდი რაღაცა იმახსოვს მაგრამ ეგრე არა ხო აი 31-ის ხარ ბაზარი არ არის არ გემახსოვრება ის ხრმაღელის მეტროსთან იყო პურის რაღაცა მაღაზია იქ რიგი იყო დილამდე ვიდექით მე პატარა ვიყავ უცებ ამას ამოუწევდა გადმოვიდოდა ბუშლატიანი ტიპი ჰაერში და დაცლი და გაეძეთ აი რადგინა გასროლა რო შემოსულიყო ისეც ხო შემოგიშვი ვინ გეწემოდა წამოიღდა 505 მეშოკ პურს და წამოვიდოდა და ჩვენ წავედით დღეს აღარ არის პური დიგ წამოვიდა გზაში გაიარე შეშა მოკრიფე წამოიდგინე არა ბიჭო და კიდე რაღაცაზე ლაპარაკობთ ხო არ გადავ რა გამოგვივია დიდუბეში რაღაცები აფეთქები ხო და აი გაგრას ეგ მომენტი იყო რომ ამ თაობასაც ხო დაკარგულ თაობას ეძახიან რა და საბოლოო ჯამში ფეხბურთზეც მაგ კუთხით აისახა რა მაინც ეგრე მგონია იმიტომ რომ აგრას ეგ ჩავარდნა იყო რა ჩვენი თაობამ ჩააგდო ეს ფეხბურთი ყველაზე მეტად და ეხლა რაც არის ახალი თაობა წამოსული შედეგსაც ვხედავთ როგორი ნიჭიერები და რა მაგარი ბიჭები არიან ჩემ დროს 6 ლარიანი ბრაზილიის მაიკები იყო დიდუბეში იყიდებოდა რაც უნდა დაბანი ტალზე ჩაგეცვა სისტემა მოხდებოდა და კარდი სინთეტიკა იყო როგორიც აი ეგ ელბერის მაიკე 6 ლარიანი ახლა 6 ლარი მაშინ სხვა იყო მაგრამ მაინც ხო როგორ მახსოვს რაული მქონდა ტეკა უკან რაულიეცა ვერ ვიყი აი მაიკები არის აი ხო ბავში გიბანა ჩაიწვევ და ქოთდი რა ან ფეხბურთის თამაში დაივიწყე იმაისურით შანსი არ იყო სიტბოში და ელბერის მაიკები იყიდებოდა მახსოვს ბაიერნის რამდენი მაიკა იყო მაშინ ჩემ მაშინ რა ეხლა ხო არა ბიჭო რა სამო ეხლა ჩაიწვი გინდა ბავში მონათლე გინდა მეჯვარეცადი მაიკები ყვარას ხო ის რაშელია არ მეგვილოცია ყვარასთვის გამარჯვება და მეულოცოთ ვისარგებლებ მომენტი მაგრამ ეს რო დაიდება кайხნის გასულია ეგ მომენტი მაგრამ სიხარული და ბედნიერება გვაქვს კი და ვიდეო შემხვდა და მაგაზე გამახსენდა რომ ყვარას ფონზე დავივიწყეთო სხვებიო რა რაღაცა მიკაუტაძე რამდენ საკეთებს იქ მამარდაშვილი და რაღაცეები და ამ დროს ხო და ამ დროს რამდენი ძალიან მაგარი ტიპი ყავს ფეხბურთელი რომლებმაც აი იმენა შეკრეს ახალი ნაკრები რა ფეხბურთელი დღეს ნაკრებში არის ბუდუ ბაზარია მაგრად მევასება რა კაი აი არავის არ ამბობს არა ხო ტიპია აი გამორჩეულად მევასება რა იმენა აი კაი და რა კაია დარჩნენ ბიჭო ბუნდესლიგაში რა ჩაცალეთ და ორივე ორივე მე რამდენი სვამ შენ მეორე შენ მესამე მე პირველ ეს მართლა რეალ მადრიდია გალევაში ჩვენ გუნდი შენ შეგეცშალაძე ხან აი იცი დღეს ყოფილა საუკეთესო მეგობრების დღე ოლე დენდადადან ბამბადადან გადაცემს მე გავიწევთ მოკლედ ერთ-ერთ ბარში რომელში
ედინბურგის ერთ-ერთ ბარში. ესეთი რაღაცა შემთხვევა მოხდაო, რომ ორი დაქალი იყვნენ, სვამდნენო და ერთმა დაქალმა მეორე დაქალის სახლის გასაღები გადაყლაპა, რომ ის სახლში არ წასულიყო. და ბოლომდე დაელიათო და მე მაგას თაქარაკეთებენ. ციტირებ, როგორ აქვს ლალის მოწერილი. სანამ არ სახლში ველს შევიდა ის გოგო და ამასთან შემოდა. და ამაზე მეუბნება რომ ეს უეჩველი მოხევია. რამთვანე ოქი გავიდა ჩე. კაი თემაა. ეგ ბიჭო ჩვენთან როა ხო ამდე დალევა. აქ არ მოაფიქრდებოდა და ეგ რო გააცა აი წახვალ ჩემპეკებ წახვალ. განსხვავებული ახალი განსხვავებული ხო რა დალევა პირდაპირ გაგებით რა სახლში არ მივდივარ და უნები არ შემიძლია უნდა წავიდე ვაი არ და ბალდამდე ბალდა ყრიო ფიქრე აქ არ მოუფიქრები ამიტომ ძალიან ისე მაქვს რა ეგ შანსია მოდის გარისკაო ეს კარტოფილი აქვს ჩამოკიდებული მწვადის ნაწილი ეს უნდა გადაყლაპო შეიძლება ხო მე მინიმუმ ოჯახური მაქვს გასაგები მინიმუმ ოჯახური სახსნელი და რა აუ რა მაგრა არ უნდა და მარტო დარჩენა იმას ასე ხარ რომ გოგო უნდა წავიდე მეჩქარებო და წყალა აი ჩემ მეხებს აი აღლაპა მათხოვე ერთი შენი გასაღები რა გინდა მათხოვე ძალიან არის უეჭველი რკინის გასაღები იყო თუ ბარათი გადაყლაპა ხო შეიძლება რომ რკინის გასაღები ჩემი საღოლს მაო ეგეთი სიყვარული მეგობრობას გაუმარჯოს იქნებოდა წარმოიდგინე ჩემ ის გუნდში მაგას უეჭველი პირველი არ იყო შეიძლება მანამდეც ხონა გადაყლაპული უეჭველი ან მიჩვეული ზოგადად ჰობი აქვს გასაღების ყლაპოა მიჩვეული რო არ დაკარგოს ხოლმე ყლაპავს და შენი ორგანიზმულებს ვაო ისე სუფრაზე დიდი ხანია სხვათა შორის არ ყოფილვარ ისე რამე გააქვს ეს სასტიკი დალეული გრაფინი ოუ რა სამოჩ მართლა ჩაცალეთო ლიტრანახევრიანი გრაფინი ოუ საულს მაუ მე როგორ იყავი კარგად კაი საკეიფო ღვინო არა იმასე როცა ვიცი რომ თავიდან მეხიე თუ შუას სადღაც აი ხო შუას მერე უფრო ბოლოს ოუ რა არ უნდა საკეიფო ღვინო იყოს ბიჭო ლიტრანახევრიანი არა იმას არ გაურისკავ რო ვიცი რომ აი ეს რაღაც ამძიმეა იქ არ მიყვარს განსხვავება. მანდაც ეს კი არ მომხობდა რაღაცეები, პროსტა. მესმის ხო? გიჟები ვიყავით რაღაც მაგარი დალეული ქონდა და ლიტრანახევრიანი გრაფინი გასავო, ბიჭო, რაც არ უნდა საკეიფო, რაც არ უნდა სუფთა იყოს, ეს რომ მიდის და აქ რო ორთქლდება ტვინში, აი მე ჭინჭილა. სადაც დალეული და ეგ ჭინჭილა ყველაზე მურტალი. აუ მართალი მეთქი, ბიჭო, რა უნდა მიქნას პატარა და აქ სანამ მოვსვი, ეგრევე მეგონა მე. და მიმიტანეს. ოღონდ მე დავლიე ის თიცროადებს ზემოდან და რო უშვებ და რო იწყებს სამოს. რა ხო იცი? ჩაკიდული სენიორ ჩაკიდული რაღაცები მაგრამ ჩაკიდული რამდენი გიდი რამდენი აუ არა ეგ ძალიან თავს კარგავ ეგრევეს მე ნუ ხო ის რა ქვია საკმაოდ გამოცდილი ლოთი ვარ პროფესიონალსაც კი დავარქმევდი საკუთარ თავს რომ ჩემზე მეტი პროფესიონალი შენ ლუდი ავი მართლა რეალ მადრიდი ხარ ბიჭო მე ძალიან მიყვარს რა მით უმეტეს როდესაც სპონსორი არის ჩვენი ბავარია და მისაყოლებლად მიყვარს ჩიპსი ლუდის და აქვე ხო რეკლამა რო ვახსენეთ ჩვენ ხელსარიელს ჩვენ სუბრებს არუშვებ და ეს არის ლუდისაც და ბავარიას კომბინირებული ნაკრები შენ საჭურო შენ გენაც გემრიელად იხრაშუნე გემრიელად ვა დიდი მადლობა ამოს გამოს ლუდი მიაყოლე რაღაც დაფები აქვს გამზადებული ლალის და ლალი რა ხდება მე განახეთ იტალიურ ბრეინ როტებს გამოიცნოთ აი თუმ სახურები და რაღაცეებს რა ზრდასრული ადამიანები რა თუმ სახურები ედი ვიგულაო დაწერია სახელი და მორიდან უნდა დაწეროთ რომელია თქვენი არის სწორი მარცხენა პირველი მარჯვენა მეორე ჩვენგან მარცხენა პირველი მარჯვენა მეორე რომელია თქვენი არის ტრაპ ბარარომ ერთადროულად კაი ჩემო აბა შეგვიძლია 3-2 ყველას მეორე უძე. ეგ მევასებოდა ტრალალა. ეგ მიცოდი მე პირველი. ოპა. ლირილი ლარილა. აუ ლირილი ლარილა. ჩემი შვილი სადარ არის ჩემი. აბა. ყველა ის. აიცა ლირილი ლარილა. გული ამას მიგრძნობს. რაც სკოლაში მევასებოდა. ცოტნე არის არასწორი მხოლოდ კაი რა გავარტყი მინდა რომ ეს კუდი იყოს არა და ის უფრო ეგეთ ტიპზეა რომელია მატეო მატეო ეგ არის ჩემი აზრით ეს არის ხა დავწერე მატეო აბა დასწერე 1 2 3
ტამ პირველი მარცხენა არის ხო კიდე შემეშალა სოტრე ბიჭო მატეო რაღაც მხიარული სახელია და იქ გამოწვეული კარგი ინტონაცია წახვედი მატეო მა პერკე აი იმას გავდარა უფრო მატეო პერკე მეორეს ქვია ტრაკო ტუკო ტულუ დელა პელა დუსტუს აუ რა შეი დემონი გამოიცა მატეო და ტრაკო ტუკო ტრეკა ტუკო აუ რა საყვარელია რომელია ტრიპიტროპი ტრიპიტროპიო აქ დავიბენი მაგრამ დაახლო მივხვდი პატარაო 2 3 ტუმ 2 ასწორია ფისუნია ტრიპიტროპი ტრიპიტროპი არის ეს და მე გითხრა. მეორეს ქვია უდინ 딘 딘 დუინ დუმა 딘 딘 딘 აღარ სასეპიროა თქვა ტროპი ხო იცი რატო წავედი აი რაღაცა ტროპი დასალევი ხო რა პორტოხალი ტროპი რა მოვიდი ჩვენთან ზუკო და მიებზე გაზრდილი ბავშვობაში რო იყო ხოლმე წვენები რო იყო რო ფხსნები რომელია თუნ საჰურ აუ ეგ რომელი არ მახსოვს ბიჭო საჰურ აი ხო ეცადე ეს უფრო მგონია თუნ 2 3 ჩხან თქვენ არის მადლობელი გენას აი რაღაც აი თუნ საჰურ აი რაღაც აი ჩაიდან უნდა დუხდეს რა თუნ მოდი სასაჰურ არის ბიტის მოქრევა მე ვისაუბრე მეორეს ქვია და საჰურ ჩაიდან ის თავი და დუხდება მე ვიცოდი ეს თუნ სახურ ალექსანდრეს და ბოლო რომელია თქვენი აზრით დიკუს ბომბი ეგ არის ლოგიკურია კი ეხლა რო ატრაკებ ლოგიკურია თქო და ეხლა ხერა იქნება შეგვიძლია პამბარარა მეორე გვეწარება ყველას ეგ არის რა რო მოვიგე ბომბიკუს შენ მოიგე რა გვია იმას ყველა გამოიცი აი ერთი მე ცოტა წავაგე ბევრი აცილა ამან 2 აუ კიდევ უნდა არა სენიორ 2 აცი 2 აცილა და მე ერთი ალავერც ვარ ჩემ ცოტანესთან შეგიძლია ალავერდის ზალა და მადალი აი ამ ჭიქაში ცოტა ჩახლართული აი ვიტყვი ისეთ რამეს რომ გაუმარჯოს YouTube-ს ოღონდ რა კუთხით მაქვს საუბარი იმ ოჯახს იმ ურთიერთობას რაც YouTube-ზე არსებობს კი ბატონო გეთახმები ურთიერთობას არხების წარმომადგენლებს შორის მეგობრობას გვერდში დგომას და დახმარებას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პირიქით სენიორ გულწრფელად მადლობა იმ ერთიან ოჯახს და მეგობრობას და გვერდში დგომას მაყურებლის მხრიდან და სიყვარულს რომელსაც ჩვენ გძნობთ ყოველი კომენტარით ლაიქით გამოხატულ ამ სიყვარულს მოკლედ უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის მეგობრებო ამ ერთ დიდ ამას ოჯახს გაუმარჯოს რომელსაც ქართული YouTube-ი ქვია შენ გენაცვალე უერთდები გაუმარჯოს ყველას ერთად გაიზარდეთ აბა რა ბიჭი ბაზაკ ბოჭა გენაცვალე მართლა ეგრეა რა კარგი პოზიტიური ჯიგარი დიდი გუნდია შეკრული YouTube-ზე ქართული YouTube-ზე უმრავლესობა რაც ვიცი და ვისაც ვიცნობ მართლა სადაც თუმრად ყოფილო რა ლაკეთ მოსულან დიდი სიამოვნება მიმიღია ყოველგვარი მის გარეშე ვიძახი ძალიან მიკაიფია რა ბოლო იმიტომ სიამოვნებს აგერ დიეტა დამარღვევინე განაგადანაშაულებთ სიამოვნებით ხო რაცუდი მგენი რამე გარა 1000 ერთხელ განტვირთვა ასწორებს თან ლუდი რო გიყვარს ასე რომ რაღაცა აი ესეთ ნაბიჯს და მსხვერპლს რო გაიღებ ესე იგი იმ ხალხთან ერთად გისწორდება რა ჯიგარი ხარ მადლობა ჯიგარი ხარ ჯიგრები ხარ თქვენ ეგრე არის რა ერთმანეთს გვერდში უნდა ვედგეთ კონკურენცია ჯანსაღი რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ საბოლოო ჯამში ვტახტებით ალბათ იმაზე რომ ყველანი ვაკეთებთ ერთ საქმეს კი ბატონო დავშრომობთ ერთი რაღაცისთვის რა ანალოგიურად ფეხბურთის არ იყოს რა არსებობს 1000 გუნდი მაგრამ ზუსტად ერთმანეთში ბრძოლაში და ერთმანეთისთვის შრომობენ რომ ერთი მეორეზე უკეთესი გახდეს და საბოლოო ჯამში განვითარდეს მთლიანად ხო ჩვენ ხო ვავსებთ ერთმანეთს და იმას უყურებ კაი გაგებით თუ კონკურენციაზე როა ლაპარაკი და ხო კარგია კონკურენცია მე გულწრფელად სიამოვნებს სუდი გაგება არ არსებობს კონკურენციის რა გულწრფელად სიამოვნებს როდესაც ვხედავ და ვატყობ რომ აი ხარისხი მაღალია უფრო ამაზად აკეთებენ საინტერესოდ აკეთებენ და ანალოგიურად მაგას რო ხედავ შენ ცდილობ რომ შესაბამისი ხარისხი გადო შესაბამისი რომ მოდუნდე აი ხა თქვენ რო ხედავდით ხოლმე იგივე ხო კალასთან და რო ხედავთ ხოლმე შაბათობაში ვიყავი ისე ცალკე ვიდეოები ხო
და მე რაღაცა სკრულის დროს ერთხელაც რა ავიძე რომ მეთქი ხო ვიცნობ გაასწორა რა მეთქი რაღაც კაი გარმა ესა ჩემოა რაღაცა იქ ლუცსა ჩაართავ ისა გაასწორა მე ჩართე დავარღო ცოტაზე მე თავს გავიმართლებ რომ 1000 ერთხელ მოსულა ხო და ის არის რა რომ მე დავჩავრთე იმიტომ რომ ხა რო გიცნობდით ჯერ შორიდან მე ახლდა მეთქი ცუც რატო გააკეთებენ მე კაი გარემო და დავიდა მეთქი რა და რო დავაწექი და მე რო დამირეკა ამიგომდა ესეო და ეს ამოვნებით ბაზარი არის ცოტა ლუდი უნდა დალიო და არ რო დავარღვე მეთქი ბამანოს ვენ გაიალე და დავარღვე ხა იმაზე რო არ კითხო იმაზე რას ფიქრობ ბოლოს რაც მოხდა ეროვნულ ლიგაში კანკავას დაპირისპირება მაყურებელთან რას ფიქრობ რომ დაახლოებით ვიცი რომ ერთ-ერთი იგივე აზრზე ვიქნები რა თქმა უნდა იმიტომ რომ იმდენად გამიტყდა იმდენად მეწყინა რბილად ნათქვამია რა გაუბრაზდი კიდეც რომ სტატუსიც არ დამიწერია ვერ დავწერი აი რაღაცა რომ განგრევს და გიტყდება რა იმის თავიდან ნერვიც არ მქონდა რა ავკრიფო და არ ვინც დაწერა განა იმას ვამბობ რა იმას ნერვები მე არ მეყო რა ისე გამიტყდა ვუყურებდი მაგ თამაშს რა და მე რაღაც მომენტი იყო რომ გასვლა მომიწია და მე რომ დაუბრუნდი რა და რომ ჩავრთე რა სტრიმი ხედავ არეულობა, ნუ გადავახვიე, გაურკვეულიყავი რა. ანუ ბიჭო, ნახე რა ხდება. რა მიტყდება, ბიჭო, კანკავა არ არის, თქვათ, ჯერ ეგერთი ჩვენთან, ჩვენ ჩემპიონატში, ხა პატარა ჩემპიონატი ვარ და წეგან საუბრობდი სენიორ, ყველა ერთმანეთს ხომაგობთ, არ აქვს მნიშვნელობა დინამოა, ის დინამო ტორპედოს კი აქვს ეს ცალკე კუნძულები, რომელიც საჭიროც არის ფანობის და დაძაბულობის და ფინალში იხსად ვინც უფრო შორსაა, ყველა იმას ვალიშიკობს. რა თქმა უნდა, მე ეგეთი მე ვერ წარმომიდგენია, ჯერ ისე ვართ, რომ აი ტორპედო რატო არ უნდა გამიხარდეს თქვა ლიგაზე გავიდეს პირიქით მაგრამ ნახე რა არის ყველაფერს თავი დავანებო და ისე დავიწყოთ ხო საუბარი კანკავა რომელიც ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ უნდა აკადრო მაგრამ მით უმეტეს კანკავა რომელიც არის ერთ-ერთი კი არა აი ერთ-ერთზე კიდე მნიშვნელოვანი მთავარი მოქმედი პირი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ჩვენ რო ბეროს ლაპარაკობთ ევროთასებზე რატო ვერ გავდივართ ეგ ბიჭი იყო მაგის მარჯვენას ვენაცვალე კრაკოვის ვისლას რო ატაკა შორიდან იქ და მაგან თხარა ისეთი გოლი რო ძალიან გადამწყვეტი და ძალიან ანუ ეგ ბიჭი არის იმ 2004-დან ყოველ შემთხვევაში რაც დაიწყო დინამო რო შევიდა ხო თავარი მოქმედი პირი ჩვენი სიხარულის ერის სიხარულის როდესაც ფეხბურთზე ლაპარაკობთ მაგ ბიჭის გოლმა მაგ ბიჭის გუნდში ყოფნამ გადაწყვიტა ბევრი რამ რო გაეკეთებინა ისტორია შენ ამ ისტორიას ესე ერთი ხელის მოსმით ცდილობ რომ შეურაცხყოფა აღარ არის ეგ რა ძალიან ცუდი რამეა ძალიან ცუდი საქციელია ასე მიუდგე ასე მოექცე და ხა სიღრმეებში რო არ წავიდეთ რო ხო ყველა მიცით რო ჯერ ეგერთიც გარდაცვლილია და ხა იქით რო არ წავიდეთ რა ხო ხვდები რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო ყველანაირად დიდი დარტყმა იყო ხო ანუ ქართველი ხარ თუ შენ დღევანდელი დღით ცხოვრობ და მარტო დღევანდელ დღეს უყურე ფეხბურთს და დავივიწყო თქვა აი თუნდაც ადამიანური კუთხით არ მიხვით აი ფეხბურთის კომაგობას ხო გაქვს პრეტენზია რატო არ გახსოვს იმის უკან რა მოხდა იმის უკან რა მოხდა რომ არ გახსოვს და მარტო აი აქ იმისთვის ხარ მოსული რომ რაღაცა განხეთქილება მოხდეს რაღაცით ყურადღება მიიპყრო არ არის გულშემატკივრობა ყველა დამეთანხმებით. რაზე პროსტა ნიბრიჩომ მონტი იყო, ხო? ბიჭო იქ რაღაცა ჯარიმა, იქ აუტის ხასთან ანუ კონტაქტი მოუწია რაც მონახე აი იქ რაღაც აუტის ხასთან და იქ ტრიბუნასთან ახლოს მოუწია ყოფნა იქიდან შეძახილი და ხო იცი როგორ ხდება რა წამოკიდება და ტიპი ალბათ ხო აკრეფშას არ ვალიშიკობს რა და ალბათ ეგ ის შუაკი არის აი პირიქით რო უხარიეთ ხოლმე ხო რაღაცით ყურადღების მიქცევა მე მაგ ჩუბაკს შევადარებდი ადამიანებს რომლებიც აი კომენტარებში იგინებიან ხოლმე რა დაახლოებით რომ თვითონ ბოდიში და არაფერს არ წარმოადგენენ ვინ ხარ რა ხარ და რატომღაც საკუთარ თავს უფლებას, რომ ადამიანს, რომელიც შრომობს, რაღაც საკეთებს, ბრძოლობს, თამაშობს, დამსახურებებსაც არ ვისაუბრებ. ხო, უბრალოდ მნიშვნელობა თქვი. გები და იგინები მოედნიდან, იმიტომ რომ რაღაცა არ მოგეწვა. არ მოგეწონა? იდი ნახვი სტადიონიდან. ესე იგი, ნახე, ანუ რა გინდა მაგით, რომ ვიღაცამ გაიცინოს ტრიბუნაზე?
აი მაგას ხო იმიტომ აკეთებ რომ ყურადღება მიიქცი. ხო, აი იმის ხარ რა. ხო, ანუ შენ არც ემპათიას, არც პიროვნებას რომელმაც ერთადერთხელ ამ ხელა დღესასწაული გაჩქვა გაგიყვანა. შენ ეგენი არ გახსოვს, მაშინ ნუ გაქვს პრეტენზია გულშემატკივრობაზე. მე რა ჯაბამ ნაკრებში გააკეთა, ხო მე მახსოვს იგივე ქეცბაია, მე პირადად ქეცბაიას ჩაგდებული თამაში არ მახსოვს. ასევე არ მახსოვს ჯაბას კონკრეტულად ინდივიდუალური სტირო ავიღოთ. ესე რომ ნაკრებს ეთამაშა ეს თავის იმპრემდა და ღირსეული თავის კლუბებში აღარ ვიძახიებ თავის ღირსეულ ქმედებებზე და იქ ადამიანის გადარჩენა იქნება, ის იქნება ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს არ მიუტოვებია არავინ და თელისული და გულით და იქაც იმასთან რა ქვია ნახევარფინალში ერთა ლიგის ბერძნებამდე მატჩი რა იქ დროშაზე შეურაცხყოფა თუ რაღაც მიაყენა იმან მეტოქემ რა ფეხბურთელმა რაღაცა ის დროშას დააბიჯა თუ რა და გაუტრაკა იმიტომ რომ ის სხვანაირი ის კაპიტანია რატო ეძახის ყველა კაპიტანო რა რამდენი კაპიტანი მყოლია და არის რომ კი პატივს მაგრამ კაპიტნად არ გახსენდება ის კაპიტანი იყო და არის და ეგ წავა ფეხბურთიდან სულ კაპიტანს ვიტყვით იმიტომ რომ ჯაბას რო ხედავდით კაპიტანო რა მაგარი კაცია ჯერ მარტო იმიტომ რომ ევროპაზე რო არ წავიდა თვითონ მაგას აკეთებენ ხოლმე მე ბევრისგან გამიგია იმას შექვია ძიუდოისტები მოჭიდავეები ვიღაცები ინტერვიუებში ვთქვიათ რომ კიდე შემეძლო მაგრამ ახალგაზრდების მოდიანო რა და ჯაბასაც იგივე მუღამი ხოლმე თვითონ არ წავიდა იმ პონჩი რომ ვიღაცასთვის უფრო დიდი გამოსtildeება და ნაკრებს სამომავლოდ უფრო გამოადგება რა იმენა ნაკრებზე ფიქრობს და არა ინდივიდუალურ რაღაცებზე გუნდური კაცია მაგითო კაპიტანი და გაიგაცდა აბარა გუნდური კაცი ვინმე თუ იმას თulis საერთოდ რომ რადგან ფეხბურთელია იმას თქვენის ვალდებულება აქვს რომ რაღაცა შეგინება არამე უნდა აიტანოს თქვენ პროფესიაში ნებისმიერ პროფესიაში რაშიც ხართ, აბა წარმოიდგინეთ, რომ რა გიგულებათ ეგეც ერთ რომ შეიძლება უნდა შეგაგინონ და მოითბინო. რატო ხო? ასყვია მოიწმინო. არავის არა ეგეთი. სპორტია ეგ, რამე სახეობა რომ უნდა მოითბინო რას. რავი, რა მით უმეტეს რა არის ჩვენი მენტალობა სხვაებულია რა, ჩვენ სხვანაირად გვესმის ეგ რაღაცეები რა. ქართველისთვის ვაინს ახლა ესეთი რა შეურაცხყოფა და ისა თან ბიჭო სადაც ხდება ეს ყველაფერი ხდება შიდა ჩემპიონატში სადაც არც თუ ისე დიდი ის არის ყველაფერი ისმის რა ის რომ ყვება რა ქვია დავითა დინამოს ექიმი რაც არ უნდა იყვირო ყველაფერი მაგრა ისმის რა და ის არ შეიძლება რა განსაკუთრებით თავი უნდა შეიკავო ეგეთ რაღაცას და მე ეს მიზეზი თუ რაღაც იყვარს რა ხო მაგას გეუბნები რაღაც პატივისცემა როგორ არა გაქვს კარგი ჯანდაბას კაცთმოყვარი არა ხარ ჯანდაბას არ გიყვარს ადამიანი ფეხბურთზე ხარ მისული ტრიბუნაზე ზიხარ და იცი თან რო კანკავა ის როგორ არის შედალოცილი რომ ვინ არის თქვა მე ყველაზე ცუდ ვარიანტს ვიძახ ჯერ ადამიანს არც ერთს რა მნიშვნელობა აქვს იმის მიღწევას არ უნდა მიაყენო მაგრამ მით უმეტეს კარგი თქო არა ხარ გასმოყვარე კაცი მაგრამ ხო იცი ფეხბურთი ხო გიყვარს ხო და ამ კაცმა გააკეთა ერთ-ერთი უფრო სწორედ ერთ-ერთი ძალიან მაგარი სადღესასწაულო ამბავი დაგიწერა ამდენი ხანი ვლოცულობთ რომ სადმე შევიდე და ამ კაცს შევუყვანი ხარ ამ კაცის მხრებზე დაშენებული თითქმის ეს ნაკრები ხო როდიდან დაიწყო ხო და აბა რა გინდა ვერ გავიგე ჯაბა იყო რომელიც ება სლოვანმა რო გოლი გაგვიტანა ბათუმში ჯაბა იყო ის კადრები სოციალურ ქსელში იქნება ზემოდან ვიღაცა იღებს აი ესეთი კადრები დამიარა რა აი მაშინ რო თან მიმყავდა ეგ რეპორტაჟი და დავინახე აი თავი ჩაღუნა და ესეთ რაღაცას აკეთებს და მოძრაობს არც გაქანებულა არაფერი არც მუხლებზე გასრიალებულა არაფერი ну ლიგაზე შევიდნენ თან ხო მაგრამ არა სხვანაირია ხო და თუ გვაქვს პრეტენზია საქართველოს გავარდა ხო და ეგ არის მე რომ გაუმარჯოს ეს კაცია რომ უნდა გაუმარჯოს არ მისულა ფეხბურთის საკუთრებად ის იყო მისული ზუსტად მაგიტო რომ აი ხო და ნუ რაღაცის ხარჯზე და იმის ხარჯზე რომ შეუძლია და გონია რომ ვერავინ ვერ მიწვდება და პასუხს არ გასცემს ფეხბურთელი და თურმე რაღაცა თმენის ვალდებულება ეგ რას ყაპარია საერთოდ მე მინდა ვიღაცამ რომ შემაგინო შეიძლება უბრალოდ ჯავდვალო რომ ამაზე ხელი როგორ გავუსვარო თქო და პასუხი არ გავცე მაგიტო მაგრამ რას ვინ მოგცვა უფლება რომ აგინებ და რაღაცა თორე აბა თან სად და თან ვის ანუ ეგეც ხომ უნდა გაითვალისწინო და ვინმე თუ რაიმე კუთხით ამტყუნებს მაგ მომენტში ფეხბურთელს მოთამაშეს ნუ არ ვიცი ხა დადგეს მაშინ თვითონ და მაგას აგინონ იმიდან რა ქვია მაგას და როგორ მოიქცევა ყოფილიყო რაღაცა რამე ყოფილიყო ვინმეს რამე გაემაზა რაღაცა გაებუჭებია ხო აი ჯერ მაგ შემთხვევაში რას ისულელია ხო მაგრამ ეძებ რა ეხლა ხდება რაღაცა აუტთან რაღაცა ისეთი ბიჭო რაც არ უნდა მოხდეს ანუ იქ ხარ და გულშემატკივრობ ხო ანუ რატო უნდა ეგ კი არა მე თუ მკითხავ ანუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელსაც არ უნდა აგინო როდესაც საქართველოში ყველაფერს რო დავიდავანე საქართველოში როცა მიდის თამაში
ანუ მართლა ეგრეა რა არ მოსულა რა მაგან თუ გაგიტანა შეიძლება ხა ბერძნებს რო გაეტანათ იქ რამე ბიჭო არა მაგაზე არ მაქვს გუნდის საუბარი რომ აროჩე ხო ამან ხო ნუ აი ადამიანი ხარ წამოხსდება მაგრამ აი ამოჭრებს კონკრეტულ ტიპს იღებ და პროსტა აგინებ ხო ხდები აი იმენა რო აგინებ იმიტომ რომ გააბრაზო და გააღიზიანო აი გააბრაზდა სუდი ადამიანი ხარ ეს ზარმოფერებით იმის არის კიდე ვიდეო რო გავრცელდა ეს ფეხი მოტეხეთ კვარაცხელიას რო იძახიან იქ ზესტაფონის სტადიონს რატო ბიჭო რა არაფერი როგორ არ გიყვარს ეგ ხა არავინ იტყავს რომ საყვარელი თავისი საყვარელი გუნდს ხომაგობს და კვარას არა ნუ აი ის არის რა მაუნებელია რა ხო რა ვიცი ხა მაგას მან უბრალოდ იმედი მაქვს რომ ეგ იყო რომ მაგის კუთხით როგორც twin-ში იფიქრა ალბათ სიმბოლური ნათქვამი რომ მეტი გალახე ან მიდი ფეხბურთი ვისაც უყვარს არავის არ უყვარს ფეხბურთი იმის გამო რომ სადმე რამე ჭხუბი ხდება და რაღაც ფეხბურთი ყველას უყვარს იმ ემოციების გამო რასაც აი იმ კადრებს რო უყურებ რომ უსინათლოს მაგაც უხსნის ტიპი რაღაცა ფეხბურთში მაგ ბევრი ეგეთი რაღაც არის ხოლმე და მაგის გამო გვიყვარს იმ ემოციების გამო და ის სიყვარული რო არის მაყურებელს და ფეხბურთელებს შორის და იქით ფეხბურთელების არანაკლებ რაღაცებს აკეთებენ ხოლმე ზოგით მასიჭრის ხოლმე ის ბავშვი რო აქ ნახი ან გოლში აღნიშნავენ რასაც ეუბნებიან ხოლმე და მაგების გამო გვიყვარს და არა იმის გამო რომ ვიღაცა მიაგინა და იქ ჭხუბი უნდა აიწიოს და რაღაცა და რა ეგეთი რაღაცებით უფრო ტკბებით და ეგეთი რაღაცები უნდა იყოს რომ მაყურებელიც ძალიან დიდი როლით უნდა იყოს ჩართული და გულშემატკივრობა უნდა ვისწავლოთ. კაი, აი როგორც ეროვნულ ნაკრებს უნდა გულშემატკივროთ და რასაც ვაკეთებდით და ძალიან მაგარი იყო. შიდა ჩემპიონატში თუ მიდიხარ თამაშზე, ეგ იქაც იგივენაირად. ხო რა და მე რო შედეგს ითხოვ პლეი-ოფში რომ მიდიხარ თუ გავიდა და ვთქვათ მისულა ხო ჩვენი გუნდი რომელი ნებისმიერი ახლა დინამო, ტორპედო ესენი გვახსოვს. ბიჭო, იქ ითხოვ გამარჯვებას პლეი-ოფში მიდიხარ. შენ დააგინებ. შენ ის განვლილი გზა გუნდთან ერთად არ გაგიულია. შენ არ იცის პროცესები იქამდე როგორ მივიდა და როგორ მივიდა, ხო? შეხედე როგორ მივიდა ან ჩვენ ჩემპიონატში როგორ თამაშობს, ან იქ რო ითხოვ. შეხედე ხა მეორე ვინ არის. ხო, ამას არ ხა პირდაპირ იძახი და მარტივია ესე მიხვიდე და აგინო და აქამდე არ მისულხარ მაყურებლის ანშლაგი არ შეუგრძნია არც ერთ ფეხბურთელს ჩვენ ჩემპიონატში და ხაბარ აგინდა და რაღაც ითხოვ. და ის რო ატეხილი აქვს კიდე აი ლივერპულშიც ხო არიან რო იგინებიან ჯერ ეგერთიც იქ საერთოდ სხვა ვინც ყოფილა საერთოდ სხვა ატმოსფეროა წეგან შენ სწორედ ორი კაცი ის სტადიონზე და ისმის ეს ყველაფერი და სხვანაირად ჩანს. მაყურებლებთან და ფეხბურთელებმა ერთმანეთს რო დაუშვან ფეხბურთელები უფრო მეტი იქნებიან ზოგ თამაშში. ხო, საბოლოო არა, ხო და ყველაზე ისეთი მომენტია იქ აგრაც ეხლა მოვახსენე რომ მოწი რამდენი გუნდის ფეხბურთელის გინებაზე და რაღაც მაგითი ბევრს გონია რომ ანუ თავისი გუნდს პადეშკას აძლევს. დარწმუნებული იყავი რომ არც ერთ იმ ფეხბურთელს არ ესიამოვნება შენ რომ მის მოწინააღმდეგე გაგიწყო. აი არც ერთ გორის დილას ფეხბურთელს რო ეგ არ მოეწონებოდა რა თუნდა ლაპარაკი. არც ერთ ვარიანტში შენ თუ გონია რა იმ ეკუთხით რომ აი იმათ ეხმარებიან, რამე ისეს აკეთებ, რაც ის გულს გაუხარებ, ნუ არანაირად არ არის ეგ. იქ არიან ისინი არიან კოლეგები და თავისთავად, ხვალ იმასთან გადავა და იმ გუნდში რაც ბიჭო ის არის გუნდელები არიან ყოფილან, ნაკრებში ერთად უთამაშია ზოგს. შენ შემთხვევაში ბავშვობა აქვს ზოგს კიდევ ერთად გატარებული ერთ კლუბებში და რა გულშემატკივრობაზე აბსოლუტურად გეთანხმები სენიორ როგორც თქვი, იმიტომ რომ რამდენი გრანდი გვინახავს და ხედავთ რომ მასპინძელია და მეტოქეს გადაულია და ტაშით გაუცილებიათ და რაღაც რონალდინიოზე და იმაზე რო აღარაფერი ვთქვა. ხო და ეგ არის კომაგობდა მოყვები, რასაც მოყვებით ორივეს, რასაც ამბობთ, ეგ სასწაული გვაქვს. კი, დავიხვეწეთ, რაღაც ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატში ძალიან არის ეგ დასაქვეყი და დასახვეწი. აი, რაგბის თამაშის დროს მაგალითად, ხო, როცა ადრე დიდი ხნის წინ ვთამაშობდი, მოედანზე თუ დავხოცავდით ერთმანეთს და შეიძლება შეხლა შემოხლა ყოფილიყო რაღაცა გვეჭხობა. ხო, ჩართული ხარ იქ. ხო, რა აზარტია, სპორტია, ბრძოლობ, რაღაცა შეიძლება ისეთი რაღაც ყოფილიყო. თამაში რომ თავდებოდა ყოველთვის პატივისცემა, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, მაგრა ვითამაშეთ რაღაცა ესეთი ის ხო არის წესი მე რაგბში გამიგია არ ვიცი რამდენად მართალია რაღაცა ჭხუბი რო აიწევა მაგალითად რაღაც არ მინახავს რაგბისტი რომ ფეხებს იქნევდეს. ფეხებს არის ისიც შეიძლება რა ხელი ჭხუბობენ ხოლმე. და ჩვეულებრივად ის არის რა, აი მანდაც წარმოიდგინე ეგეთ ექსტრემალურ იმაშიც კი აზროვნებენ იმას, რომ აი იქაც კაცურად და ისე უნდა იყვნენ და მაგას სულ რო გუნდი გუნდზე დაცხოს
მოედანზე ზამენიდან არა აქვს უფლება რომ ვინმე შეერთდეს ძალიან მაგარი ის მაგასაც კი თავის წესები აქვს იკაი ჭუბია ხო და განუკითხაობა არ არის ხო და რა ვიცი რაგბი ჭუბია ზოგადად ვაფშე რა მაგრამ წარმოიდგინე აი იმ მომენტში რა ეხლა შენ გუნდელს რო ურტყავენ შენ არ შედიხა ფეხს არა ეხლით არავინ არ შემოგაფრინდება მარადონა რო ჭუბობს როდესაც თამაში მიდის ანუ ძალისმიერი თამაში ახლა ყველა კარგად ვიცი რაც არის რაგბი რო დაგეჯახება ან სხვადასხვა გაიკეთებს ან რაღაც კისერს მოგტეხავს დაგაგდებს შეიძლება წამოდგე ფეხზე და გაბრაზებულზე რაღაცა შენ შემოარტყა რა იმიტომ კი არა რომ რაღაც აი ნუ ეგეთი თამაშია რა და უბრალოდ როცა მთავრდება თამაში ანალიზებ რომ ეგ всё მოედანზე მოხდა და მთავრდა იქ დარჩა ამოასხა იმასაც მეც ვიფეთქე და მორჩა რა კაცურად ყველა სპორტი არის სპორტსმენები იქ სხვა რაღაც საკეთებენ თავის საქმით არიან დაკავებულები და უნდა ვაცადოთ რომ ისაკეთონ ძალიან და გავითვალისწინოთ რომ ყველანი არიან ადამიანები ყველას აქვს თავისი ის რა ქვია თავმოყარეობა მოგამია რომ რაღაც არის მასა აი როგორც ვთქვათ რაგბშია საჯის და გუნდის კაპიტანის ეს ურთიერთობა რომელიც ლაპარაკი განხილ ხო ისმის ეთერში ფეხბურთშიც არის ეგ და სხვა შორის თუ ზუსტად მახსოვს და თუ არ ვწდები კოლინას იდეა იყო ეგ რა ყველაფერი კოლინას იდეა რა კაი თუ ხდება ხო რა ბაზარი არ არის ბიჭო აი ხო რა ვერ გავიგე რაღაცები ყო აი აქ არის ჯარიმაზე ამ ჯარიმაზე იმაზე ამაზე ნუ ჩამოყალიბდით რა მე რომ მკითხო ხელი აქ აქვს თითი თუ სად არის ხელზე მოხვდა მაგრამ კიდია მე რო ვიყო გავიშვერ ეგრევე ხელს რა ვიცი ვისაც არა რომელი მსაჯი არ ყოლი აქვს თამაშზე აფსაიდიდან რა დამავიწყებს ირლანდიასთან ბიჭო განაპირა გვერდითი არბიტრი იძახის ესე აწია ხელი რომ თამაშგარე იყო და თავარი არბიტრი ფინელი იყო თუ არ ვწდები და ესე უშვება გადით აქედან და ხიზანა იხვეწება არაო ბიჭო არა ვიდეო იმასთან არც მივიდა არც მივიდა მე მაგას ვერ მომუღამებ ხოლმე ხო ბიჭო ამბობს ეს დედა აფეთკებული რატო დგას ფლანგზე რომ იმან უნდა დაინახოს თამაშგარე ბიჭო შენ უყურებ მოედნის ცენტრში ხარ საჯარიმოში ეხა იმან აწია და იძახი არ და არც მივალო იმას მე აუკრძალეს სხვათა შორის ოფიციალური მაჩები მაგ ფინელს ძალიან კაი ხო რა იტალია იყო და დაგტანჯა ვინაღარ აროჩე რა კარგი მეგობრებო ცოტა როგორც ვიცი რაღაც საქმეებზე გავდივართ ასე რომ ამალე გავიდა დრო ხო ძალიან სწრაფად მეც მაგრა გამისწორდა ეგ მომენტი იყო მალე გავიდა დრო ძმებო ძალიან მალე გავიდა ვერ გავიგე ეს იგი კარგის ნიშანია ეგ იმ პონჩი რო გაასწორა რა თქმა უნდა ყოველთვის კაია კაი ადამიანთან ერთად კაი დროის გატარება საუბარი ლუდვიძის დალევა და ჩიფსის მიყოლება ხო მიყოლება აღარ მეტი კაი რა მიყოლება აღარ ქვია ამას მისაყოლებელი კი არის კარგი მაგრამ ამა მოვასრულთავი აბა მირთადეო ამოდი ეგრე რა აი კაი ვახრაშუნე ბოდიში თუ ხურში შეგიშლით ხელს შემიხრაშუნი იმდენად გემრიელია არა ეს გადაცემის ნაწილია აქ თუ ვინმე შემოდის და მაგაზე პრეტენზია აქვს ვაგდებთ მაგრამ გამიტყდებოდა რომ გეთქვა რომ ის რეკვიზიტივით აჭამო კაი მოიცი შეჭამო საცადი შეჭამო ამოწრა ჭამე სასმელი საჭმელი რო გიდებს და რომ ვერ უნდა დალია და ვერ უნდა ჭამო არა ნუ ეგ ხა ამ გადაცემაში სხვანაირად არ აუ ეგრევე ჩავიგრუზებოდი ხო ილიას ჭხობი როდის არის ხოლმე გახსოვს 29 დილით მოკლედ მერაბი მაგრა გაგვახარა ვასახელა საქართველოს ტრამპს აი როგორ მინდოდა რომ ტრამპთან რო ჩახტარა ეს ეკნა აუ ეს და ეს რა შეიძლება ბომბი ჩამოეგდოთ მეორე და ეგრე ხო არ გამორიცხავ ტრამპ გენიალური რა იქნება ავდივად მოკლედ მერაბ გამარჯვებას და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო და რა ვიცი ჩემი აზრით დასამტკიცებელი ყველაფერი დაამტკიცა რომ მართლა მანქანაა და ვერ არის მაგის დონის მაგ წონაში ნუ რავი რომ აი ვინ და ომალი ხო მეც კი მინგრეოდა ყოველთვის ჯეროდა და ყველა მანამდე ბრძოლებში და ილიას და ოლივეირას ჭხობი ну მაინც სხვადასხვა დონე მგონია ეგორი მოჭხუბარიც ეს პირველად ზეით არის რა ოლივეირას მე ხაც კაი დაბრუნება ქონდა რაღაცა ის რაღაცა ხო იჭხუბა და მოიგო მე თუ არა ხო რაღაცა არა მაინც ნანახი მაქვს იმის ჭხუბი მგონია რომ ეს დაბრიდავს არა ეს სახეობა საერთოდ სხვაგან აიყვანეს ამათმა ჩვენში მით უმეტეს და ორი მაგარი რაღაცა გააძლეს რა მერაბამ დაამტკიცა რომ გამძლეობით და იმის ამაზე ნავარჯიშები ადამიანი გავა და იქ ყველას შეჭამს
და ეს გამოდის და ნუ რა ვიცი კლასიკურად აი რაღაცა რასაც უნდა იმას აკეთებს რა. აი მგონია რომ გამოვიდეს რაც მეოსება ძალიან ჭკვიანი მებსოდი. მგონია რომ გამოვიდეს და ჯერო თქვას რომ ეხა ამას მოგუდავ ან ამ აქ ამოვარდყავ რო დადგას ხო. მოკლედ ილიასაც წარმატებები მაგაზე კიდე დამატებით შემდეგ პოდკასტზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დაახლოებით ეგრე მოუწევს, ხო? და დღევანდელობას რაც შეეხება პირველ 29-ში დილით არის, ხო? ძალიან სასიამოვნო 29-ში დამატებით შემაკილია და მოიგერა და აჰა, კარგი საჩუქარი იქნება. შიგარი ხარ. ხო მე ჩამოდი იქიდან ეგრევე დაგვიბურუნ. მართლა დაბ კარებზე რო ხმა. გუნდიშ. და კამერით რო არის. იგი დროს რა შეფასება გიქნება ადამიანს კარზე რო ბახო. გავიდიშები, ვერაფერს ვერ. უბრალოდ რო შეხარ და აი მოდი თან გავამძაფროთ. და პახოდუ მან რა ქვია სტუმარი რო არ მოვიდა, ან დაავიწყდა და აი რო მარტო რო ხარ? აი ორდი რო ხარ და აი ბიჭო უნამოსოა ვიღაცაზე რო ლაპარაკობ რა რომ არ მოვიდა და აერეკა მეტყვი გამ და რო ახებ და ილია მერაბი და თანავაითი როგორ ჩამოყალიბდა და ისიც ამოსო რა მარია მე არ სვავ მაგრამ და ის ტექსტი კაი იქნება გენაცვალე ილია მერაბ ბამოსნები ნამდვილად მადლობა კიდევ ერთხელ უნდათ იმისთვის დიდი მადლობა თქვენ საინტერესო და მაგარი გადაცემა მიხარია თუ ეგრეა ძმაო მადლობა ჩვენს წარმოგეს ლუდისას ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და უღრმესი მადლობა თქვენ ჩვენო გამომწერებო და ადამიანებო ვინც გვიყურებთ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში იაქტიურეთ და როგორც შეგვირდით შემდეგი თვიდან გავაგზავნებთ გათამაშებებს ეს რიგითვე გვაპატიეთ მე პირადად მაპატიეთ და ხო საორგანიზაციო პროცესები მიდის 20000 გამომწერზე რო ვავედით შეგვირდით რომ იქნება რაღაც ჩელენჯები და რაღაც სუფრა ხო რაღაც ივენტს მოვაწყობთ ავარჩევთ გამომწერებს ვისაც შეიძლება რომ დაესწროს მათ დეტალებს მოგახსენებთ მოგვიანებით და ასევე შენს გელოდები ყველა სტუმარი ვინც აქამდე იყო ჩვენთან ერთად მინდა რომ დავპატიჟოთ და ერთი კაი საღამო ჩავატაროთ ეს ლესვა განკმული სუფრა არის ქართული აბა დაგიმარჯოთ ბაყურებელო და მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ სენიორებო და რომ დასხდებით და წავა სახლში ლესვა თუ რესტორანში მიაყოლეთ ეს YouTube. შიგარი კარგი სახელია. გაგვიმარჯოს Gracias muchas.